საღამოშვიდობის ეს არის თავისუფალი სტუდია, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. 100 დღე ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვის სადარაჯოზე რიცხვები არ ტყუის, ხვალ სწორედ მე-100 დღეს ჩაითვლის ქართული საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ის ნაწილი, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობების დაპაუზების შესახებ ქართული ოცნების გადაწყვეტილებამ 28 ნოემბრიდან ქუჩაში გამოიყვანა. მას ასე ძალადობის, დაკავების, მაღალი ჯარიმების, ზამთრის და სიცივის ფონზე გავლილი პროტესტის 100 დღე. თავისუფალ სტუდიას დღეს ამ თემით გავხსნით ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი წერეთელია ჩვენი პირველი სტუმარი. გამარჯობა ბატონ გიგი და მადლობა სტუმრებისთვის. მადლობა და მივესალმებით მოსწავლეებს. კი ბატონო. ბატონ გიგი, ხვალ 100 დღე ხდება, რაც საპროტესტო გამოსვლები დაიწყო თბილისსა და არა მხოლოდ თბილისში, არა მხოლოდ დედაქალაქში, ამიტომ მოდით გადაცემა დღევანდელი დავიწყოთ სწორედ ამ თემით და შევაფასოთ ეს აქციების ასე ვთქვათ სამთვიანი ციკლი. საქართველოს უახლეს ისტორიას ბევრი საპროტესტო აქცია ახსოვს, თუმცა არ ახსოვს ასეთი, როცა ამდენი ადამიანი უწყვეტად მით უმეტეს მთელი ზამთრის განმავლობაში, ყინვაში, წვიმაში, ქარში, გადის ქუჩებში და ერთგვარად ცხოვრების, ასე ვთქვათ, ნაწილად აქცევს რუსთაველის გამზერზე დგომას. შესაბამისად, რა პრეცედენტი შექმნა ამ აქციებმა და საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჯიუტად ყოველ საღამოს იკრიბება პარლამენტის წინ. უპირველეს ყოვლისა, როდესაც ამ 100 დღეზე ვფიქრობთ და აი ამ სამთვიან და უფრო მეტ კიდევ წინააღმდეგობაზე, რომელსაც უწევს ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს არსებულ ხელისუფლებას და იმ პოლიტიკას, რასაც გვთავაზობენ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის სწორედ ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგოს თავისი ცივილიზებული ევროპული დასავლური მომავალი. ეს რა თქმა უნდა უპრეცედენტოა, როგორც თქვენ თქვით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიაში შევა როგორც ძალიან განსაკუთრებული მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ჩვენმა საზოგადოებამ იბრძოლა და მინდა ვთქვა, რომ მიაღწია შედეგს და ეს შედეგი აუცილებლად იქნება. ეს შეგვიძლია ვიწინასწარ მეტყველოთ, იმიტომ რომ წარმოუდგენელია აი ასეთ სულისკვეთებას, ასეთ ენერგიას, ასეთ თავდადებას, ასეთ შეუპოვრობას არ კონდეს შედეგი. ეს არის გამორიცხული და აქვე ბუნებრივია, ამით მინდოდა დამეწყოდა ეს მეთქვა, რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ამის მაგალითებს იძლევა. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან კვალიფიცირებული სწორად, როგორც სინდისის პატიმრები, რომლებიც პოლიტიკური მათი აქტიურობის გამო, პროტესტის გამო, იმის გამო, რომ ისინი არ ეპუებიან და არ ეგუებიან იმ შემოთავაზებას, რომ საქართველოს უნდა აცდეს იმ ყველაზე მნიშვნელოვან გზას, რაც სხვა შორის კონსტიტუციითაც არის გამაგრებული, ხო? და არ გახდეს რაღაცნაირად რუსეთის ერთ-ერთი ნაწილი, სადაც ჩვენთან მოსული ადამიანები მხოლოდ გართობაზე იფიქრებენ და არ ჩათვლიან, რომ ეს არის დამოუკიდებელი და სუვერენი ქვეყანა და რა თქმა უნდა, აქედან ყოველთვის მივესალმებით და სოლიდარობას გამოვცხადებთ პატიმრებს, მათ ოჯახებს, ახლა ამ დღეების განმავლობაში, აი ეს 2 დღე, 3 დღე, სულ სასამართლოებია. აი სინდისის პატიმრები ახსენეთ და ზიამაღლობელი, ახლა ბიჭების სასამართლოები და ხედავთ რომ ეს ბრძოლა გასაგრძელებელი. შემდეგი კითხვა სწორედ მათი განცხადებების კონტექსტში მინდა დაგისვათ, აი ონისე ცხადაძე მაგალითად, რომელიც ერთ-ერთი დაკავებული მომიტინგია გუშინდელ პროცესზე, ასე მიმართა ბრალდების მხარეს, ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ. მინდა გისურვოთ თავისუფლება და აქვე კიდევ ერთი დაკავებული სახიობი ანდრო ჭეჭინაძე და ასევე გუშინდელ პროცესზე გაკეთებული განცხადება ვერავის შეაშინებთ, შიში ადამიანურია, თუმცა გადავაბიჯეთ. აი რა მესიჯია პატიმრის განცხადება, რომ გისოსებს მიღმა უფრო თავისუფალია, ვიდრე თავისუფლებაზე მყოფი ზოგიერთი პირი და რა მესიჯია მომიტინგის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ შიშს გადააბიჯა. ეს არის სულად ნათელი, რომ შიშს გადააბიჯა ყველამ. მიუხედავად იმისა, რომ ხა ეს ბიჭები ძალიან კარგი ადამიანები, ძალიან კარგი ახალგაზრდები, ნიჭიერი ხალხი, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვთ, ახლა აი ამ რაღაც მართლა შეთითხნილი ბრალდებებით და გამოგონილი ამბებით, უმეტეს შემთხვევაში, ბუნებრივია ეს ასეა და არაფერი რეალური სამართლებრივი საფუძვლები მათ პატიმრობას მით უმეტეს სისხლის სამართლით და მით უმეტეს ზოგიერთზე არის საერთოდ რაღაცა 8, 9 და 10 წელზე ლაპარაკი, ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, მაგრამ აი მათი განცხადებები და ძალიან ისეთი სწორი არ მარტო ფილოსოფიური
და რაღაცა ლამაზი ყურიც გასაგონად, არამედ ძალიან შინაარსიანი, ღრმა შინაარსით, თუ ამას ვინმე უსმენს, ვინც უნდა უსმენდეს და იღებდეს და ამის აღქმის უნარი აქვს, უნდა ესმოდეთ, რას ამბობენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ ეს არის სწორედ იმასთან თაგვთენაში, რასაც მე ვამბობდი, რომ ეს არ ჩერდება ეს პროცესი, ეს შიში აღარ არის, ისე როგორც ადამიანებს აღარ ეშინიათ დაჯარიმების, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მოდის ზოგიერთ 5, 6, 7, 8 და 10 აქვს, მაგრამ ამას გადააბიჯეს სხვა შიშს, როცა ამ მაგალითებს ხედავ ამ ახალგაზრდების პატიმრობაში მყოფი როგორი შემართებით არიან და როგორი განწყობით არიან, იმიტომ რომ და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ისინი ხო თავისთვის არ იბრძვიან, თავისთვის ხო არ არის ეს ყველაფერი, ეს სხერფლი გაღებული. ეს არის საერთო სიკეთისთვის, რომელიც ჩვენ უნდა გქონდეს, რომ ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც იქნება სასამართლო, სადაც სამართალს იპოვის ადამიანი, სადაც იქნება უსაფრთხოება, სადაც არ შეგეშინდება იმის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები გაგისწორდებიან ან შენს ნათესავებს, შენ ოჯახის წევრებსაც, არ შეგეშინდება იმის, რომ იმის გამო რომ რაღაცა სიტყვი ამისთვის პრობლემები შეგექმნება ან შენი ოჯახის წევრებს და ახლობლებს და უამრავი რამ, სადაც ცხოვრების სტანდარტები იქნება გაცილებით შეუდარებლად უკეთესი, ვიდრე დღეს ჩვენ გვაქვს და რაღაცა პერსპექტივაში აუცილებლად უკეთესი უნდა გქონდეს. ეს არის ეს ბრძოლა და ბრძოლა არის თავისუფლებისთვის, იმიტომ რომ ადამიანი ფიქრობდეს და გრძნობდეს, მე დავიბადე ამ ქვეყანაში ვარ თავისუფალი და მზღუდავს, რა თქმა უნდა, ჩემი რწმენა და მზღუდავს სინდისი და მზღუდავს კანონი, ხო? გასაგებია ეს ყველაფერი და თუ ამის დარღვევის განსაკუთრებით კანონის ნაწილში ამას აქვს ბუნებრივად თავის პასუხისმგებლობა, მაგრამ როცა ეს არის ავტოკრატია, როცა შენ არ არღვევ ან არაპროპორციულად გჯიან, ან არ არღვევ და ისე გჯიან, ხო? აი ეს ამის წინააღმდეგ არის ბრძოლა, რომ ეს არ უნდა იყოს. ადამიანს უნდა შეეძლოს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი. ერთ ადამიანზე და ერთ პარტიაზე არ უნდა იდგეს ქვეყანა. კიდევ ერთ დაკავებულ მომიტინგეს რევან კიგნაძეს ჰქონდა გუშინდელ პროცესზე საინტერესო განცხადება, როცა დამიჭირეს პოლიციელები მეუბნებოდნენ, რომ ორგანიზატორი დამესახელებინა. ეს არის ირაკლი კობახიძე. მისი განცხადების მერე გამოვედი, თუ გსურთ დამიჭირეთ, ასე მიმართა კიგნაძემ ბრალდების მხარეს. აი ორგანიზატორებს შეეხება საქმე. ორგანიზატორებს ქართული ოცნება ქვეყნის გარეთ ეძებს და ირწმუნება, რომ ის რაც ახლა საქართველოში ხდება, არის სწორედ გარეთ, ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარის. ხო, ნუ ეს ჩვენ გვესმის და ვინ არის თქვენი აზრით რეალური ორგანიზატორი იმ ყველაფრის, რაც ახლა როგორც თბილისში მე მოვისმინე ეს სიტყვები ლევან კიგნაძის და მართალია ეს ბიჭი, ეს კაცი. იმიტომ რომ ჩვენც არაერთხელ გვითქვამს ახლა წინა პერიოდშიც რომ ის რაც ხდება როცა ხელისუფლებას არ მოწონს ეს პროტესტი, არ მოწონს ბევრი ადამიანი ქუჩაში, არ მოწონს რაღაცა განწყობა, განცხადება და ასე შემდეგ. ეს არის მათი ბრალი, იმ ნაბიჯების ბრალი და იმ პოლიტიკის ბრალი, რომელიც მათ აწარმოეს და სწორია თავარი ამბავი ერთი იყო არჩევნები და არჩევნების შემდეგ ის უკმაყოფილება, რომელიც მოყვა მანიპულირებულ არჩევნებს და მეორე ბუნებრივია და უმთავრესი, რამაც ესეთი აღძრავი ან პროტესტის მექანიზმის ეფექტი ქონდა, ის იყო განცხადება, რომ ჩვენ 4 წლით უნდა შევაჩეროთ ევროინტეგრაციის პროცესი. აი, დაინახა ყველამ, რომ მანამდე არსებული რაღაცა ეჭვები, ისი დაჯერებაც ბევრს არ სურდა, რომ ამ ხელისუფლებას მაინც არ აქვს რაღაც ასეთი პრორუსული თუ რუსული სახე და ისინი მაინც პროდასავლურები არიან და აი დაბალანსებას ფიქრობენ და ასე შემდეგ. საბოლოოდ აღმოჩნდა ამ განცხადების მერე ბევრისთვის, მათ შორის დარწმუნებული ვარ მე თვითონ ქართული ოცნების მხარდაჭერებისთვისაც, რომ აქ უკვე რაღაც წითელი ხაზები გადალახულია და მათ გადაწყვიტეს, რომ საბოლოოდ შეაჩერონ ეს პროცესი, ეს ხო ტყუილია, რას ქვია 4 წლის მერე, ეს 4 წელიწადია შანსი. დღეს ხო უსმენდით ჩვენ და შეიძლება დაუბრუნდეთ ამ საკითხს ისევ ევროპელი ლიდერების განცხადებები, მათ შორის უკრაინის ევროკავშირის წევრობაზე. აი სწორედ ეს მომავალ 2030 წლამდე ეს ამბავი მონიშნული. და ესე იგი ჩვენ გამოგვიცხადეს აქ რომ 2028 წლამდე, ეს ხო რაღაცა პირობითობაა, პრაქტიკულად უარი ითქვა. ეს არავინ არ დაიჯერა, ამაზე ხალხი გაბრაზდა და ეს სამთვიანი უპრეცედენტო მართლაც ისტორიული ეს შევა ისტორიაში, ხო არ ვიცი ზუსტად რა სახელით შევა და როგორ, მაგრამ ძალიან ღირსეული სახელით შევა, აი ამ წინააღმდეგობა როგორ იბრძოდა ჩვენი საზოგადოება, მისი დიდი ნაწილი, კი ბატონო, ვიღაც არ იბრძოდა და არ მოწონს ეს პროცესი, ასეთი ადამიანებიც არიან, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ეს მათი უკეთესი მომავლისთვისაც არის, უფრო კომფორტული, უფრო უკეთესი მათი შვილებისთვის, მათი სიბერისთვის და ასე შემდეგ. რომ იყოს ევროპული ყაიდის დასავლური ტიპის დემოკრატიული ქვეყანა თავისი ყველა იმ სტანდარტით, რომელიც არის და რისთვისაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი 20% მე მგონი გასულია საზღვარგარეთ. ამიტომ
ეს არის ახლა ეს ბრძოლა, ეს ამოცანაა და მე ვფიქრობ, რომ რაც ყველაზე მთავარია, რაც უნდა ვთქვათ და ვისურვოთ, რომ ამ 100 დღემ ნამდვილად არც ჩაიარა და არც ჩაიგდეს. მას ექნება გაცილებით რომ დიდი შედეგი და არ არსებობს, რომ ხელისუფლებამ ბოლომდე გაიტანოს ის რის გატანასაც აპირებს. ეხლა არის ეს ბრძოლა ასე. პირისპირ არანაირი კომპრომისი არ ხდება. მოდი ჩავთვალოთ ის თulis რომ უფრო ძლიერია ხელისუფლებისგან, de facto ხელისუფლებისგან, ყველა ინსტრუმენტი აქვს ხელში, ის არ დგამს კომპრომისულ ნაბიჯებს, შესაბამისად ჩვენ ხედავთ რომ ქვეყნის შიგნით დათმობა აი ამ ღირებულების, აი ამ ძალიან მაღალი, ასე ვთქვათ, იდეის, რომელიც არის თავისუფლება, სუვერენიტეტი, ადამიანის უფლება და სწრაფვა ბედნიერებისკენ, კი ბატონო, აი ამის დათმობაზეა ლაპარაკი და ამას ეს ხალხი ართმობს. მაგრამ ართმობს უაღრესად დემოკრატიული მეთოდებით, რითაც ბოლოდაც სარგებლობს ხელისუფლება. კარგი, რა ზომები აღარ იქნა შემოღებული ამ სამთვის განმავლობაში მომიტინგეების წინააღმდეგ და მათ შესაკავებად, მათ შორის ნიღბების, ესე ვთქვათ, ტარების აკრძალვაც მოხდა. ხო, აი ნიღბებზე მინდა ახლა სწორედ გკითხოთ, თუმცა ტრამპის განცხადების კონტექსტში იცით თქვენ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 2 დღის წინ პირდაპირ თქვა, რომ აი მაგალითად სტუდენტების აქციებზე ნიღბების ტარება უნდა აიკრძალოს, არანაირი ნიღაბიო ასეთი იყო ტრამპის დირექტივა. აი ამ თუ სხვა განცხადებების კონტექსტში ირაკლი კობახიძე თავის მხრივ ამტკიცებს, რომ ლამის ნახევარი მსოფლიო მათი გზავნილებით ალაპარაკდა. კობახიძეს დიდი ალბათობით გერმანიის მომავალი კანცლერის პარტიაც ჰქონდა მხედველობაში, რომელიც როგორც დასავლური და აქვე ქართული მედია წერს ანონსებს არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას. აი რა სიტყვით იმაზე, რომ არის მართლაც რაღაც საკითხები, რომელზეც ერთნაირი მესიჯები აქვს ქართულ ოცნებას და რიგ, ყოველ შემთხვევაში რიგ დასავლურ. აქ არის ფუნდამენტური განსხვავებები. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ხა ქართულ ოცნებას ამ იზოლაციის პირობებში, როდესაც პრაქტიკულად ისინი არიან გარიყულები ევროპული სახელმწიფოებისგან და ამერიკის შეერთებულ შტატებს და პრეზიდენტს ტრამპს კი ცდილობენ რაღაც აქედან გაუგზავნონ თავიანთი დიდი რამბები ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო, მაგრამ ეს არაფრის მონტანი არ იქნება უსაფუძვლოს ვამბობ, იმიტომ რომ მათთვის, ამერიკელებისთვის და ტრამპისთვის ეს რაღაცა ფარისევლობა არ არის მნიშვნელოვანი. მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყნიდან მოდიოდეს გზავნილები, თუ ეს არის ქვეყანა, რომელიც იცავს პრინციპებს დემოკრატიის, სადაც არის ჩაგრებიან ადამიანები უსამართლოდ და სადაც არ არიან პოლიტიკური პატიმრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბებია მათთვის და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს რაიმე ტიპის პარტნიორობაზე ან ურთიერთობაზე საუბარი. დანარჩენი ხა კონტექსტი გერმანიაში, როდესაც რამის შემოწმებაზეა ლაპარაკი, იქ ზუსტად გაცილებით ზუსტად იციან რა ჭირდება და რა უნდა და ეს არანაირად არ იქნება დემოკრატიის შემზღუდავი ან ადამიანის უფლების შემზღუდავი ან არასამთავრობო ორგანიზაციების მოხჭობისათვის გადადგმული ნაბიჯი. არც ერთ შემთხვევაში ასევე შეიძლება ტრამპს მაგალითად კონდეს რაღაც არაორდინარული ნაბიჯები, რომელსაც ვიღაცისთვის მოსაწონი იყოს, ვიღაცისთვის არა, მათ შორის შეიძლება შეცდომებიც იყოს დაშვებული, მათ შორის რაღაც არაპოპულარული გადაწყვეტილებაც იყოს, არსებობს ინსტიტუტი, არსებობს სასამართლო დამოუკიდებელი, არსებობს სხვა კონტროლის მექანიზმები, რომელიც აიძულებს, რომ ან შეცვალოს გადაწყვეტილება, ან შეჩერდეს ეს გადაწყვეტილება და შეჩერდეს. ეხლა როგორ შეიძლება ეს შევადაროთ საქართველოს კონტექსტს, როდესაც გნებავთ ეს ფარა იყოს, გნებავთ სხვა კანონმდებლობა იყოს, აქ ხო საუბარია იმაზე, რომ ერთ ხელშია ყველაფერი კონცენტრირებული და ამ ერთი ხელით ეს არის სასამართლოც, ძალოვანიც, პარლამენტიც ერთპარტიული და რა ვიცი, ყველაფერი და აი ამ ერთი ხელით, ერთი მიმართულებით ხდება ყველაფერზე ზემოქმედება, ყველაფრის მართვა და როგორ შეიძლება ესენი ადარებდნენ, ეს ხო აბსოლუტურად ზედაპირულია და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვინც ძალიან მხოლოდ რაღაცა ზედა ნაწილს ხედავს და ღრმად არ იყურება ამ ყველაფერში. ყველას უნდა ესმოდეს, რომ როცა ვადარებთ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან გერმანიას, ან საფრანგეთს, ან იტალიას და სხვა, უნდა შევადაროთ როგორი სიძლიერის ინსტიტუტებია, როგორი დონის დემოკრატიაა, როგორი არჩევნებია, როგორი სასამართლოა და აქედან გამომდინარე ვისაუბროთ ამაზე, თორე ეხლა რაღაცა შეიძლება დაემთხოს, ეხლა პირობითად ვამბობ,
შეიძლება ამათ ვასქო რომ აი მაგალითად გრიპის დროს არ გჭირდება ნიღბების ტარება, ხამას ამბობდნენ და ეს შეიძლება სადღაც გაემეორონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერში შეემთხვევა მათი მოსაზრებები. განსაკუთრებით ეს ეხება ბუნებრივია დემოკრატიის საკითხებს და ადამიანის უფლების საკითხებს. ბატონ გიგი, აქციების კონტექსტში კიდევ ერთი კითხვა მინდა და ბოდიშ ვიხდი და თუ გერმანიაში რამეს ამოწმებენ და შეამოწმებენ, აი ნახოთ ეს როგორ მოხდება. აბა თუ შეამოწმებენ მაგალითად რომელიმე პარტნიორი ქვეყნის ან დემოკრატიული ქვეყნის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. იგივე ფარას კანონში, ამერიკულ ფარაში როცა ეხლაპარაკობენ, იქ ძალიან მკაფიოდ არის გამონაკლისები და მათ შორის გამონაკლისები არის იმ ქვეყნების საქმიანობა და იმ ორგანიზაციების, ვის პარტნიორი ქვეყნებია ამერიკის შეერთებული შტატების. იქ არის მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ ვინც სახელმწიფო ინტერესს ატარებს, კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესს და ლობირებას ახდენს და ამ ინტერესის გამტარებელია იმათზე. და აბა ნახოთ რამდენი სასამართლო დავა იყო, რამდენი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 60 თუ 70 წელიწადში. რა ვიცი 29-38 წლის მერე კიდევ უფრო მეტია გასული, ხო? მაგრამ იქ სხვადასხვა ეტაპები იყო ფარას შესწორებების და იმიტომ ამბობ ამას. ამიტომ აქ დიამეტრალურად განსხვავებული ამბებია, ხო? კი ბატონო, მადლობა თქვენ პოზიციის გაზიარებისთვის. აქციების კონტექსტში მინდა კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ უკვე უშუალოდ პოლიტიკურ კლასთან დაკავშირებით. აი 100 დღიანმა პროტესტმა მისი ფორმით და შინაარსით ხომ არ დაადასტურა ისიც, რომ ოპოზიციურად განწყობილი და აქტიური საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა, როგორც ხელისუფლების შეცვლა, ისე ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბება. ის რომ ამდენი დღის განმავლობაში პოლიტიკური მოთხოვნებით დატვირთული დღის წესრიგით მიმდინარეობს აქციები, ისე რომ მას არ ყავს პოლიტიკური ლიდერშიპი. იძლევა თუ არა იმ შეფასების გაკეთების საფუძველს, რომ საზოგადოება, არ ვიცი, პოლიტიკურ კლასზე მეტად გაიზარდა და პოლიტიკოსებზე უფრო მაღლა დგას, მოდით ამ დროის რაღაც მონაკვეთში შეიძლება საზოგადოებრივმა აქტიურობამ და პროცესმა რაღაცნაირად გაასწროს იმ შესაძლებლობებს, რაც პოლიტიკოსებს თუნდაც ინდივიდუალურად ამ პარტიებს ჰქონდეთ, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. შიგნით ეს თქვა პარტიების წყობაზე, რესურსებზე, სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება დღეს ქართული ოცნების ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარტიები დაასუსტოს. ხო, ეხლა მე აფერს არ ვამბობ იმაზე, რომ პარლამენტი არის ერთპარტიული, პარტიული პრაქტიკულად ის მხარდაჭერა, რაც პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ, იგივე ფინანსური მხარდაჭერა იმისაც, რომ დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ, მეტი ეკეთებინათ, ეს არ არის. მე ჩემ კოლეგებთან ერთად, ვინც დატოვა პარლამენტი, ჩვენ არ გვისარგებლია არც მანდატით, არც ხელფასით, არც არაფრით და ეს იყო სწორედ ის მოთხოვნა, რაც ჰქონდა ჩვენ საზოგადოებას და მე ყოველ სასუსვამ მის დიდ ნაწილს, რომ ჩვენ არ მიგვეღო მონაწილეობა ამ რაღაცა ფსევდოდემოკრატიულ სპექტაკლში და ჩვენ ეს შევასრულეთ და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ამისთვის ახლა მე მგონი კიდე რაღაცა აი თქვენთან რომ მოვდიოდი კონვერტი მომწეს შემოსასვლელში, აქ არა. საიდანაც გამოვედი, მომაწოდეს რომ რაღაცა მივიღე. ალბათ, ხო, აბა ახლა მოსალოცი არ იქნება, ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ მეჩქარებოდა თქვენთან. დაახლოებით ვიცი რაც იქნება. ანუ ყოველ შემთხვევაში მე მინდა ის ვთქვა, რომ მეც ვეთანხმები იმას, რომ პოლიტიკურ კლასს გაცილებით მეტი აქტიურობა მართებს, ოღონდ ეს აქტიურობა უნდა იყოს სწორი, მიზანმიმართული. აი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. ეხლა ხშირად ისმის, რომ ბოდიში რა ნელა. მე მესმის, რომ ეხლა არის რაღაცა ნაკლოვანების შეგრძნება პოლიტიკური ლიდერობის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჯერთი ყველა პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი იქ არის მუდმივად. ახლა თუ არ არის სადმე უცხოეთში და იქ არ აკეთებს საქმეს, სასეირნოდ არავინ არ დადის. ყველა არის იმისთვის, რომ გარე მხარდაჭერა საქართველოს ჩვენ დემოკრატიას გქონდეს და რაც ეწოლაც იყოს ხელისუფლებაზე, ბუნებრივია იმისთვის, რომ მათ შეცვალონ ეს პოლიტიკა რაც აქვს. მაგრამ ის რომ რაღაცა როგორც ახლა ხშირად ამბობენ პოლიტიკური შემადგენელი კომპონენტი კიდევ უფრო გაიზარდოს, ეს მოთხოვნაც არის. მეც ბევრი ადამიანი მელაპარაკება აქციებზე, აინტერესებს ბუნებრივია როგორ ხედავენ პოლიტიკოსები მათ აქტიურ ჩართულობას სამომავლოდ. მით უმეტეს როცა საუბარია თქვათ რაღაცა მომავალ არჩევნებზე, რომელიც აუცილებლად იქნება, ხო? ახალი არჩევნები, როდესაც მოხდება ეს ამბავი და როგორ ხდება კონსოლიდაცია, როგორი კოორდინაცია არის, რა ხდება პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მისი ჩართულობა როგორია და ყველა ამ მიმართულებით
ალბათ უფრო მეტი არის გასაკეთებელი, გაცილებით მეტი და უფრო ეფექტური და თავარი არის კომუნიკაცია შენ ხალხთან, შენ საზოგადოებასთან, შენ ამომრჩეველთან. სხვანაირად ვიდრე პრეზიდენტის კართან მიმდინარე კონსულტაციებზე გითხავთ, იქამდე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეას აჟღერებენ თქვენს კოლეგა კოალიციაში მამუკა ხაზარაძის ძალოს გულისხმობ ამ შემთხვევაში. მანამდე ხალ გვახსოვს რომ ხაზარაძის მხრიდან სხვა იდეებიც იყო, თუმცა არ იქნა გაზიარებული არც სახალხო პარლამენტის შექმნის იდეა და არც ოპოზიციის შეკრების იდეა როგორც სამუშაო მაგიდასთან ისე ქუჩაში. ახლა ხაზარაძის კიდევ ერთი მცდელობა აქვს რომ ერთ რაღაცა პოლიტიკურ ცენტრად შეკრას ბარიერ გადალახული ოპოზიციური ძალები. აი რა გამოვა ამ ამბიდან როგორ ფიქრობთ და რამდენად ეთახმება? არ ვიცი მე რა გამოვა არ ვიცი შექმნის სიტუაციაში საჭიროა სწორედ ოპოზიციის ერთიანობა და ამ ერთიანობის ახალი პოლიტიკური ცენტრის სახით ჩვენება. მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ მეტი ერთიანობა არის საჭირო, მეტი კოორდინაცია არის საჭირო. ახლა ახალს არაფერს არ ვამბობ მე. რაღაცა ყველას ესე მანტრასავით აქ ეს რომ აი რაღაც ერთიანობა. ხა მამუკამ ადრეც იყო გახმოვანებული. მე ყოველთვის და ევროპული საქართველოს ჩვენი კოლეგებიც, მათ შორის კოალიციაც, ნაციონალური მოძრაობის და სხვაებიც ეთანხმებოდნენ ამ საკითხს. თუ გახსოვდა ახსოვს საზოგადოებას ჩვენ ორჯერ თუ სამჯერ შევიკრიბეთ კიდეც გარკვეული ფორმატით, როცა იყო აი ბარიერ გადალახული პარტიების სიის პირველი 20 წარმომადგენელი ერთად და რაღაც თითქოს ესე ჩანასახი იყო ამ გარკვეული მოდით ასე ვთქვათ, რაღაცა ჩარჩოსი, რაღაც მექანიზმის ამ კოორდინაციის, ახლა რა დაერქმევა და რა შეიძლება დაერქვას მას ამაზე არ არის აქ საუბარი, მთავარია რა ფუნქცია ექნება და ეს ფუნქცია არის ის რომ ჩვენ ის პოლიტიკური ჯგუფები ვინც თulis რომ ერთად უნდა მიაღწიოს ცვლილებას ამ ქვეყანაში ჩვენ საზოგადოებასთან ერთად. ნუ ხა არიან ისეთები, ვისაც არ ექნება სურვილი და არც დღეს არ აქვს სურვილი რომ რაღაცნაირად შეუერთდეს ამ საერთო საქმეს და რაღაცა განყენებულად აკეთებდნენ. კი ბატონო, თუ კი ეს იქნება ცვლილებებისთვის და ეს იქნება იმისთვის რომ ამ ხელისუფლების პოლიტიკას დაუპირისპირდეს, გასაგებია, ოღონდ აქ ისე უნდა იყოს რომ არავინ არ გამოუვიდეს მე სახელისუფლებო თამაში ან ხელისუფლებისთვის პირიქით რაღაცაში წახმარება, ხო? აი ეს ხაზი ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის. ამიტომ მე მგონია რომ ამ პროცესში ჩვენ უფრო მეტი თანადგომა უნდა გამოვიჩინოთ ამ იდეისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მეხუთე პრეზიდენტის პოზიცია სალომე ზურაბიშვილის, როგორ მოახერხებს ის მაქსიმალურად ეს ინკლუზიური პროცესის შექმნას, იმიტომ რომ პარტიებმა პრინციპში უთხრეს სალომე ზურაბიშვილს რომ ჩვენ მზათა ვართ იმისთვის რომ ის გაუძღვეს რაღაცა პროცესს და ჩვენ ვიყოთ ჩვენ მივეხმაროთ ამ პროცესს. ძალიან აქტიური ასე ვთქვათ კომუნიკაცია აქვს როგორც ოპოზიციურ ძალებთან ისე არასამთავრობო სექტორთან, დიპლომატებთან, მედიასთან. შეიძლება ითქვას რომ ყოველკვირეულ რეჟიმში და კვირაში რამდენჯერმეც კი მართავს ის ამ ჯგუფებიდან შეხვედრას. გუშინ სხვა შორის ითქვა ისიც რომ სალომე ზურაბიშვილი მუშაობს საერთო დოკუმენტზე რომელიც ეხება იმას თუ როგორი პირობებით უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. აი რას ფიქრობთ იმ სამუშაოებზე ჯამში, რასაც სალომე ზურაბიშვილი ახორციელებს და აქვე რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, რამდენად საჭიროა ამდენი ქაღალდი და ამდენი დოკუმენტი, რომელიც იწერება? იცით რა, ქაღალდი ძალიან პირობითია, ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი ციფრულად გქონდეს, ქაღალდზე არ არის ლაპარაკი. მე მესმის თქვენ რასაც ამბობთ, უბრალოდ რაღაცა პროდუქტები იქნება. ახლა საბოლოო ჯამში თუ გვინდა რომ ჯერთი თვითონ პროცესი არის მნიშვნელოვანი და მე ამას დადებითად ვაფასებ. ეს უნდა იყოს ბუნებრივია, ინკლუზიური და ყველა იმ ძალის ჩართულობით, ვისაც შეუძლია მოიტანოს სიკეთე ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ და ასე შემდეგ. და აი მაგიდასთან ადამიანები უნდა მსჯელობდნენ ამ საკითხებზე. ჩვენ ცალკეც გვიმსჯელია ამ პუნქტებზე, როგორი უნდა იყოს ესე, იმიტომ რომ ეს არ არის ცალკე აღებული არც სალომე ზურაბიშვილის, არც ლელასი, არც გიგის და არც არავის. ეს არის საერთო პროცესი ჩვენი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დღეს უნდა გადაწყვეტს, რომ უნდა მივახციოთ არჩევნებს. ამიტომ აქ ბუნებრივია, რომ ჩვენი რაღაცა ერთიანობა ამ მხრივ ძალიან საჭირო არის და მე ვამბობდი, რომ ცალკეც გვიმსჯელია პარტიებს, თუ რა უნდა იყოს, შემდეგ შეთავაზებები მივიდა და მეხუთე პრეზიდენტის თან ფორმატში მასთან შეხვედრების იყო, ეს გრძელდება. გამოქვეყნდა კიდეც რამდენიმე 5 პუნქტი, ის ძირითადი პუნქტები, რასაც უნდა ეყრდნობოდეს და რაც არის აუცილებელი ნორმალური დემოკრატიული არჩევნების ჩასტარება, თუმცა მთავარი ამოცანაა, როგორ მივდივართ იმ
მომენტამდე, როდესაც აი ამ პუნქტების რეალიზება უნდა დაიწყოს, ხო? რომ აი ეს თავარი ძირითადი საკითხები რაც არის, როგორ შეიცვალოს ადმინისტრაცია, წესები, იმიტომ რომ დღეს ახლა თქვენ რომელ ნორმალურ, ასე ვთქვათ, მოაზროვნე ოპოზიციასაც არ უნდა კითხოთ, პარტიას ყველა გიპასუხებთ, რომ ამ წესების პირობებში, ამ სახელმწიფო ინსტრუმენტების პირობებში, ამ განწყობის, ამ პოლიტიკის, ამ რეპრესიების პირობებში, პოლიტიკური პატიმრების არსებობის პირობებში, რა ვიცი, რანაირად უნდა ჩავატაროთ ეხლა არჩევნები, ხო? თავისთავად აი ამ პუნქტების რეალიზება, რაც ზურაბიშვილის საუბრობს და რაზეც ჩვენ ყველანი, ხო, პრაქტიკულად კიდე გაგრძელდება ამის დახვეწა და კიდე უფრო გამოიკვეთება ალბათ იქ ტაქტიკურად რა უნდა მოხდეს. ამას ჭირდება სწორედ დიალოგი და დიალოგი თუნდაც ახლა რა ვიცი, არსებულ ხელისუფლებასთან უნდა იყოს, აბაბისთან უნდა იყოს. აგერ საუბარია იმაზე, რომ რუსეთი და უკრაინა უნდა დაწყდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს ყველა ომის და ყველა ბრძოლის საბოლოო ამბავია. ან ყველაფერი ნადგურდება, ან ერთი მხარე ნადგურდება, ან სხდებიან და მოილაპარაკებენ. ხო და ეხლა ჯერჯერობით ხელისუფლებას მიყავს განადგურების კერა, მას უნდა განადგუროს მეორე მხარე. სამუშაო მაგიდასთან დასხდომისა? ეს უნდა გადაწყვიტოს ქართულმა ოცნებამ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეთავაზებები, თქვენ გახსოვთ, ზურაბიშვილმა შეთავაზა სხვა შორის მოლაპარაკებები, მან მიიწვია თავისთან, ჯერ კიდევ სანამ დატოვებდა ის სასახლეს, ორბელიანების სასახლეს, მან გააკეთა ეს განცხადება. ჩვენც ავიც ახლა არაერთხელ გვითხოვს, რომ თუ კი იქნება საუბარი იმაზე და გვექნება სიგნალები ხელისუფლების მხრიდან, რომ არა რეპრესიებს გავაგრძელებთ, არა რაღაცა პარტიებს ავგრძალავთ, არა მოღალატეებად და კრიმინალებად გამოვაცხადებთ ყველას, არამედ მოდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად იმისთვის, რომ ეკონომიკურად არ დავიქცეთ. შარმიშელი ორი შეთანხმება არ იქნება. ხო, ანუ შეთანხმებები არ იქნება. ანუ ეს თითქოს რაღაც ეს პოზიციონირება, რომ ჩვენ ვერავინ ვერ გვაიძულებს რაღაც ნაბიჯი გადა, რა ნაბიჯი დგამ ნაბიჯს, რომ რაღაცა უკეთესი, უფრო ახალ დონეზე აიყვანო დემოკრატია შენ ქვეყანაში და დემოკრატია ნიშნავს ადამიანების სურვილის ასრულებას არჩევნების დროს. ამიტომ დავასრულებ და ხო, ამიტომ მე მგონია რომ ხელისუფლება ამაზე უნდა ფიქრობდეს სამწუხაროდ ეს ჩემი კონვერტიც რომელიც დღეს მივიღე ამაზე არ მეტყველებს რომ ის ამაზე ფიქრობს. ანუ აქაც რაღაცა ანეკდოტური ამბავია. ანუ შეგვიწყვიტეს უფლებამოსილება მართალია ჩვენ მივმართეთ ამის თაობას და კიდე გვაჯარიმებთ იმისთვის რომ არ შესრულებულ სადეპუტატო უფლებამოსილების გამო არ შევავსეთ დეკლარაციები მეორედ, ერთხელ შევავსეთ, მეორედ არ შევავსეთ, ახსენით რატომ არ ვავსებთ და ეხლა გვაჯარიმებენ ყველას და კიდე 1000 მუქარებია. ამიტომ მე მგონია რომ ეს მუშაობა უნდა გაგრძელდეს და ალბათ კიდე უფრო აქტიურად იქნება. ახლა დაბრუნდებიან ჩვენი კოლეგები. ახალი არჩევნების საკითხი. ასე რომ დაუბრუნდები მამუკაზე მკითხეთ ხო თქვენ და დავამთავროთ მამუკას ხაზარად ადრეც იყო ყოველთვის მისაღები იყო ეს და მე მგონია რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას მათ შორის იმათ ვისაც უხდება ჩვენ კოლეგებთან საზოგადოებრივ შეხვედრები და მათ შორის მეც ვარ ხშირად, ახლა ჩემი კოლეგები იქ არიან ოპოზიციონერები, ყველასთვის უფრო მეტი ძალის მომცემია ის თუ აი სალომე ზურაბიშვილთან ერთად იქნება რაღაცა გარკვეული ფორმატი, მისი სახელითაც აქაც შევხვდებით, იქაც ვილაპარაკებთ და ამით კიდევ უფრო გავზრდით ჩემი აზრით ეფექტურობას ამ ხმებაში. ახალი არჩევნების მოთხოვნას რაც შეეხება ბატონ გიგი და ამ კითხვაზეც რომ მოკლედ მიპასუხოთ, რომელი არჩევნები უნდა დაინიშნოს? დანიშნულია თვითმმართველობის არჩევნები, მობრძანდით და სცადეთ ბედიო, ასეთია ქართული ოცნების პასუხი, რომელიც სხვა შორის ამბობს, რომ თვითონ მმართველ გუნდს დაწყებული აქვს მზადება თვითმმართველობის არჩევნების. აი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის არჩევნები, რომელშიც ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს, თუ არჩევნები, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს, თუ კი არ იქნება საპარლამენტო არჩევნები. მე მეგონი გავეცი ამ კითხვის პასუხი, მე არ ვიცი ვინ გეყოლება თქვენ დღეს და ვინ იტყვის რომ ამაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. გვინდა რომ მიიღოთ მონაწილეობა, ყველა პარტიას აქვს სურვილი ჩემი აზრით გამოცადოს თავისთავად. სწორია ეს, რომ სწორედ არჩევნები არის მთავარი ასპარეზი პოლიტიკური პარტიისთვის, ოღონდ ამას ჭირდება პირობები, ამას ჭირდება მინიმუმ რაღაცა მინიმუმად თანაბარი ველი მაინც. ხო, ამას ჭირდება ის, რომ ხელისუფლებას ასეთი მკაცრი რეპრესიული მანქანა არ კონდეს ამუშავებული, ასეთ რესურსებს არ ყრიდეს ამ საქმეში, ასეთ манипуლირებებისთვის არ იგონებდეს 1000 გვარ ხრიკებს და ხერხებს და ასე არ აშინებდეს ადამიანებს და მათ იმას რა ქვია სურვილებს არ ცვლიდეს საარჩევნო. ამიტომ თუ ეს პირობები არ არსებობს და ყველაფერი ისე დომინანტურად უნდა წარიმართოს ხელისუფლების პირობებში, ხო, ამას
მაშინ რა ხა წაგებულ თამაშის შესვლა არავის არ უნდა. შესაბამისად, დღესდღეობით მე არ მგონია თუ რაიმე არ იცვლება, ვინმეს კონდეს სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ინსტინქტი ამას კარნახობს, რომ არ ჩამორჩი ამ პროცესს, იმიტომ რომ ამით ზარალდება ყველა პოლიტიკური პარტია, თუ ის აცდენს ამ არჩევნებს, მაგრამ ეხლა არ ამგონია და მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო სწორი იქნებოდა გვესაუბრო იმაზე, რომ თუ ეს არჩევნების დრო მოდის, არ ვიცი, შეიძლება სხვაც ამბობს ამას, რომ შეიძლება ეს ორი არჩევნები ჩატარდეს ერთად, ხო? ეხლა მე მაგალითად ხელისუფლება რატო არ უნდა ფიქრობდეს ამაზე, რომ რაღაც აი ეს ამაზე თუ მას სურს რეალურად რომ კონსტრუქციულად განვითარდეს ამ ქვეყანაში პროცესი, ეს უნდა გააკეთოს, რომ ილაპარაკოს ამაზე. აი მოდის ახალი არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები გაქვს, მოდი რაღაცა დავხოცოთ, გავაკეთოთ. ეს არის ჩვენი სურვილები, ეს არის ჩვენი რაღაცა ნატრა. ამ ხელისუფლების პირობებში ეს ასე არ გამოვა. ნამდვილად, იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვთ ერთი ამოცანა. შექმნან კომფორტი თავისთვის, გაიხანგრძლივონ ხელისუფლების ვადა, იფიქრონ რა მოეწონება ივანიშვილს და ასე შემდეგ. და ეხლა ჩვენ არ გვისაუბრია, მე არ ვიცი, მე უფრო მეგონა რომ ვისაუბრებდით ბოლო თემა დაგვრჩა და მეგონა უფრო მეტად ვისაუბრებდით ბაჩიაშვილი ერთი საკითხია, მაგრამ იმ ხელ ამბები ხდება დღეს სოფლიოში ყოველწუთიერად იცვლება ამერიკის გადაცემის დასკვნით ნაწილში ვაპირებთ ამ თემის შტატები ევროპაში აგერეს ხდება ყურადღების მიღმა არ დაგვრჩება პირობას ხო არა კი ბატონო კახა გოგოლაშვილი იქნება ამ თემაზე ჩვენი სტუმარი ხო კი ბატონო კახა ძალიან კარგი სტუმარი იქნება რა ხო ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ხო თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზეა საუბარი, რომელსაც ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი დაუპირისპირდა და პროკურატურაში უჩივლა გიორგი ბაჩიაშვილი განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე კი ბატონო ხო ბაჩიაშვილმა სხვა შორის შინაგან საკითხთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა სწორედ ბაჩიაშვილის დახმარების ბრალდებით ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა გავიცანი. მინდოდა დამესვა, მაგრამ კი ბატონო. ის ექიმების ოჯახიდან არის, მამამისი ძალიან ცნობილი ქირურგია, დედამისი ძალიან კარგი ოფთალმოლოგია. და ხო, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი ბიძინა ივანიშვილის და მის ფინანსებს განკარგავდა, რომ მან ბევრი რამ იცის, ბევრი რამ ძალიან ზუსტად იცის და ალბათ კიდევ იქნება ის, რაც არ ესიამოვნება ქართულ ოცნებას და ალბათ არც ივანიშვილს, როგორც ჩანს, მისი დაპატიმრება იყო გადაწყვეტილი და ამ გუშინდელმა და დღევანდელმა დღემაც უცა ის სამჯერ გამოუცხადეს პატიმრობა, ეს დაადასტურა და მან დაასრულა და საკმაოდ ეფექტურად დაადგა იმ გზას, რომელიც მან აიჩია. მან თქვა, რომ ციხეში ყოფნას უფრო ეფექტური აჩვენებს იმას, რომ მართლაც ასეთი მორყეულია სისტემა თუ არ ვიცი, თავად სისტემიდან შეიძლება ხო, როდესაც ამგვარი ვითარებაა ქვეყანაში, როდესაც ბევრგან კორუფციამ შეაღწია საკმაოდ აქტიურად. მე არ მინდა ეხლა ეს მარტო კორუფციას დავაბრალო, მაგრამ განწყობას უნდა დავაბრალოთ ადამიანებს, რაღაც შინაგანი პროტესტიც აქვს და მე არ ვიცი ხა ვინ მიეხმარა თუ არ მიეხმარა, მიხმარებაც არ არის აუცილებელი. ფაქტია, რომ რაღაცა სუსტი რგოლი არსებობს. მე ნამდვილად გული არ დამწყვეტია, რომ ესე იგი ის არ დააკავეს საზღვარზე. პირიქით მან თავისუფლება არჩია ახლა ციხეში ყოფნას, მით უმეტეს ამ კონკრეტული ამბის გამო, ამ დავასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონაც თქვა, რომ გამოიყენა ის სუსტი წერტილი, რაც ესე სუსტი წერტილები არის ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ადამიანებს, მათ შორის ისინი ვინც კიდევ ჯერ არიან ამ სახელმწიფოს სამსახურში, თორე სახელმწიფოს სამსახურში ადამიანი უნდა იყოს, ოღონდ არა ერთი პარტიის სამსახურში, აი ესენი ვინც არიან, მათაც ძალიან დიდი შინაგანი პროტესტი აქვს ძალიან ბევრს და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დისკომფორტი. ამიტომ ეს ბევრგან იჩენს თავს, არა მარტო ამ ერთ შემთხვევაში. მე უბრალოდ მინდა ვიცი, რომ ჩვენი დრო არ აქვს ამდენი. ეხლა იმიტომ რომ აგერ ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი ხო. საბაზო სტუმრები არის, უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, რაც შეეხება აი ამ სოფლიო გეოპოლიტიკურ საკითხებს, რაც დღეს ხდება. კი ბატონო, გაგვიზიარეთ მოკლედ თქვენი პოზიცია. ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, მე არ დამიკარგავს ოპტიმიზმი და ეს დავწერე კიდეც ჩემ Facebook-ზე, როდესაც ზელენსკის და ტრამპის ეს ძალიან უსიამოვნო შეხვედრა იყო. ახაც ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამოინახება საერთო ენა და ტრამპიც შეიძლება ძალიან ექსტრაორდინარული ადამიანია, როგორც პრეზიდენტი, როგორც ლიდერი, მაგრამ ძალიან პრაგმატულია და დარწმუნებული ვარ მისთვის მნიშვნელოვანია ეს მშვიდობაც და უკრაინაც როგორც ქვეყანა და ამერიკა არ მიატყუებს უკრაინას დარწმუნებული, მაგრამ ხდება ის, რომ ევროპა არის გაცილებით ძლიერდება ყველანაირად, სამხედრო სიძლიერეც, ეკონომიკურათაც ეს იქნება და აქ ეხა ჩვენ ამ ყველაფერში
აქ ხო არ გაგვიმართლა ძალიან რომ არ ყავს ის ხელისუფლება რომელიც ეხლა ყველაფერს გააკეთებდა რომ საქართველოს ადგილი ამ ცივილიზებულ სივრცეში გამოძებნილიყო და პარტნიორობა გაძლიერებულიყო როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასევე ევროპასთანაც და აი ეს არის ჩვენი ამოცანა ამიტომ ჩვენ ადამიანებს გარდა იმისა რომ პროტესტში ვამხნევებთ უნდა უთხრათ რომ როცა შეიცვლება ეს ხელისუფლება აუცილებლად ის ახალი ხელისუფლება ახალი არჩევნების შემდეგ ამას გააკეთებს ძალიან სწრაფად რომ საქართველოს არ დაკარგოს თავისი ადგილი და გეოპოლიტიკურ რუკაზეც და ეკონომიკურ რუკაზეც კონდეს თავისი ძალიან მკაფიოდ მონიშნული სივრცე. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის დაგემშვიდობებით გიგი წერეთელი პასუხობდა ჩვენს კითხვებს ახლა კი კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამჯერად რომან გოცილიძე ემზადება რომ შემოგვერთეს პროტესტის 100 დღე და პოლიტიკურ პროცესებში ოპოზიციის როლი რას აკეთებს ოპოზიცია კრიზისის განსამუხტად და საჭიროა თუ არა ოპოზიციური ძალების ერთ პლატფორმად გაერთიანება. რა ინიციატივაც სხვათა შორის მუდმივად ისმის. ეს ყველაფერი სწორედ რომან გოცილიძესთან ისე როგორც ვისაუბრებთ აზიურ სივრცეში პრემიერ კობახიძის კიდევ ორ ვიზიტზე ამჯერად უზბეკეთსა და თურქმენეთში და ესეც არ არის ყველაფერი შევეხებით თემას რითაც დაასრულა საუბარი გიგი წერეთელმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ქართული ოცნების სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივასთან დაკავშირებულ საკითხსაც შესაბამისად შეგვიძლია უკვე წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმარი ბატონ რომან გამარჯობა და მადლობა რომ შემოგვერთით. მოგესალმებით. ბატონ რომან, აი მოდით დავიწყოთ იმით რითაც და რა თემაზეც საუბარი დაასრულა გიგი წერეთელმა ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენი ინტერვიუ გავხსნათ საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხით და ვინაიდან და რადგანაც ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვართ და არ ვიცით რა სიტყვის საქართველოსა და ქართულ ოცნებაზე ტრამპი აი აქცენტი გავაკეთოთ სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ხა თუ ქართული ოცნების ლიდერების და მათი მხარდამჭერების განცხადებებს გადავხედავთ, ტრამპი და ტრამპის ადმინისტრაცია მათიანია, როგორც ამბობენ, არსებობს როგორც იდეოლოგიური, ისე პოლიტიკური, ასე ვთქვათ, თანხვედრა პოზიციებს შორის. აი თქვენი შეფასებით, რამდენად შეძლებს ქართული ოცნების ხელისუფლება ტრამპთან ურთიერთობების დაალაგებას და სად შეიძლება მათ ჰქონდეთ შეხების საერთო წერტილები. აი ის რომ ტრამპი კონსერვატორია ტრანსგენდერებს და deep states ებრძვის. რამდენად საკმარისი გგონიათ? ძალიან სრულ მოლოდინი აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას დღეს ეს რეჟიმი არის სრულიად იზოლირებული საერთაშორისო თანამეგობრობიდან. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მზადდება კანონი, რომელიც იქნება ძალიან მძიმე ამ ხელისუფლებისათვის, ასე მეგობარი აქტი, როგორც არის ცნობილი, ასევე სხვა გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული და როგორადაც არ უნდა იყოს შიდა დაპირისპირება ამერიკის, ასე ვთქვათ, წინა ხელისუფლებასა და ამ ხელისუფლებას შორის, ამერიკა არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, არსებობს მახსოვრობა, ასე ვთქვათ, წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებული საქმეებისა და მემკვიდრეობითობა, ამიტომ ნუ გავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და არა დაუშვათ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ. ან დაუშვათ რომელიღაც, ასე ვთქვათ, სამინისტროს მიერ, ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომელსაც ხაზინა ჰქვია, ან არიან ადამიანები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ჰქვია, შეყვანილია მაგნიცკის სიაში. თუ კი დამთავრდება ომი და თუმცა არა ტრამპის ადმინისტრაციის ხო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. მაგნიცკის სიიდან ვერაზოს ვერ ამოვა ვერც ერთი ის პირი, გომელაური იქნება თუ სხვა ძალოვნები, იმიტომ რომ მაგნიცკის სიის შინაარსი არის გაცილებით მძიმე, ვიდრე თუნდაც რაღაც, ასე ვთქვათ, თემატური სანქცია. ეს არის ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებული, ერთის მხრივ ფინანსური სანქცია და მეორეს მხრივ სამართლებრივი და სავიზო და სხვა ხასიათის, საიდანაც ამოსulis მექანიზმი არსებობს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მაგნიცკის სიაში ვინმე მოხვედრილიყო, დაახლოებით 20 წელიწადზე მეტია რაც ეს სია არსებობს და ეს არ არის მხოლოდ ამერიკის სია. ეს არის მაგნიცკის გლობალური აქტი არის მიღებული, რომლის მსგავსი უკვე ევროპის ქვეყნებსაც აქვს მიღებული. ასე რომ მოდით ეს რომ დავამთავროთ და მეორეს მხრივ არც ის არის გამორიცხული, ივანიშვილისადმი სანქციები გაგრძელდეს არა მხოლოდ
აგრესორი აი ამ პირსისხლიანი პუტინის რუსეთის პოლიტიკის გატარებისთვის და საქართველოს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ დაწესებული სანქციები მაინც ეს რუსულ კონტექსტში მოიაზრება რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, არამედ ბევრი მაღალჩინოსანი მაგნიტსკის სიაშიც მოხდეს. ასე რომ ილუზიებია ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რაიმეთი დაინტერესებული იყოს ბიძინა ივანიშვილთან. რაში ჭირდება ბიძინა ივანიშვილი ტრამპს? ის რომ ასე ვთქვათ, ქალი-ქალია და კაცი-კაცია რომ იძახდა და ესეც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი არასასიამოვნო თუ შეიძლება ითქვას ცვლილებები მოხდა სამწუხაროდ იგივე ამერიკის ხელისუფლების დამოკიდებულებაში, თუნდაც იგივე ზელენსკისთან მომხდარი ეს კონფლიქტი და ასე შემდეგ, თუნდაც ბევრი რამ ძალიან ასე ვთქვათ რთულად ვითარდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, თავის ფუნდამენტურ პრინციპებს უღალატებს. ასე რომ ილუზიებში არიან გადავარდნილი. ევროპაში ყველაფერი გასაწევია. პერსპექტივის კონტექსტში საინტერესოა კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელზეც ოპოზიცია ამახვილებს ყურადღებას, ქართული ოპოზიცია, თუმცა ჯერჯერობით თვითონ ქართული ოცნება არაფერს ამბობს. კერძოდ, აი საინტერესოა რას იტყვის ტრამპი და მისი ადმინისტრაცია საქართველოს მიერ იგივე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე და იგივე ანაკლიის პორტზე, რომელიც უნდა აშენდეს არა ამერიკული, არამედ ჩინური ინვესტიციებით. ამ საკითხებზე როგორ ფიქრობთ? არის ისეთი უნდა ველოდოთ ტრამპის ადმინისტრაციის. რა არის ახლა ტრამპისთვის და ტრამპის თავრობისთვის მნიშვნელოვანი? ის რომელიღაც სულელი ქართულ ოცნებაში ამბობს, რომ ქალი-ქალია და კაცი-კაცია და რაღაც ტრადიციულ ღირებულებებზე რაღაც აგებულ რაღაც იმას ვაშენებთ თეოდემოკრატიულ სახელმწიფოს თუ მომისთვის მნიშვნელოვანი არის როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება იმ ქვეყნებთან დამოკიდებულებაში, რომლებიც არ არიან დემოკრატიულები და რომელთა მიმართაც ტრამპს პერსონალური პრეტენზია აქვს, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიაში ამბობდა, რომ ირანის ასე ვთქვათ სპეცსამსახურები მის მოკვლას აპირებდნენ. და პანაშვიდზე ჩასული კობახიძე, რომელიც გვერდით ედგა იმ ტერორისტს ორი კვირის მერე რომ ლიბანში ააფეთქეს ჰეზბოლას წარმომადგენელს და მე დღეს უკვე ისრაელმა ფაქტობრივად მთელი მათი ასე ვთქვათ ელიტა გაანადგურა, მართველი ელიტა და სამხედრო ელიტა, ვინც კი ყავდათ. და ამ ადამიანის გვერდით რომ კობახიძე არის გამოჭიმული და აი ამ სურათს დაინახავს ტრამპი, ან იმას რომ მისი ვიცე-პრეზიდენტი იყო აქ ჩამოსული მაიკ პენსი საქართველოში, როდესაც განაცხადა რომ ანაკლია უნდა აშენდეს დასავლური ინვესტიციით და ამერიკული მონაწილეობით და მეორე კაცი რომელიც ასევე ჩამოსული იყო და იგივე გაემეორა სიტყვით მაიკ პომპეომ, რომელიც იყო ტრამპის ასე ვთქვათ სახელმწიფო მდივანი ამერიკაში მეორე კაცი არ არის ვიცე-პრეზიდენტი, ეს არის უფრო მეტი ფუნქციის მატარებელი და თუნდაც ეს ორი მაგალითი რომ ავიღოთ და მეორე რომ რომელიღაც სულელი დეპუტატი რომ იმას იტყვის რომ რაღაცა ასე ვთქვათ გენდერული საბჭო გაუქმდეს საქართველოში და ამერიკაშიც რო აუქმებენ და აი ამაში თანხმედრა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის თუ ის დიდი გეოპოლიტიკური სურათი რომელსაც ამერიკის ინტერესები უფრო დიდია. რომ ანაკლიას რაც შეეხება ამ თემაზე მოდით კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ. ქართული ოცნების მისამართით აი ახლაც დღესაც აი მაგალითად მამუკა ხაზარაძის მხრიდან კეთდება მოწოდებები რომ ანაკლის პროექტში სასწრაფოდ დაბრუნდეს ამერიკული ინვესტიციები. ამ მოწოდებას რამდენად იზიარებთ, ამის რა შანსები არსებობს და ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება შეიცვალოს ერთი მხრივ ქართულ-ამერიკული და მეორე მხრივ ქართულ-ჩინური ურთიერთობები? ანაკლიაში ძალიან სულად ვითარდება საქმე. ეს ჩინელებიც კი არიან თუ არა რეალური ინვესტორები არ ვიცით და როდესაც პარლამენტში ჩვენ დავიბარეთ მთავრობის წარმომადგენელი ეკონომიკის მინისტრი და ინტერპელაცია რომ ქვია ინტერპელაცია ანუ მინისტრის დაბარება რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მაშინ თითქმის 2 წელიწადი გავიდა და მაშინ გამოვთქვით აზრს ფათაშოს მე ვთქვი რომ ის ბლეფი რა წარმოადგინა რომ ანაკლიაში ორი ინვესტორი დარჩა შვეიცარიული კომპანია და სინგაპურული ჩინური კომპანია, მაშინ შემიძლია მე სტენოგრამა ამოვიღო, ეს ჩინური არა შვეიცარიული ქაღალდზე
იმიტაციისთვის შექმნეს, რომ ვითომ არის კონკურენცია და ეს ჩინური რომ გაიმარჯვებს ეს ვიცით, მაგრამ ისეთი ეჭვი გამოვთქვი, რომ იქნება ეს რაღაც რუსულ თამაშს თამაშობენ, იქნება ამ ჩინელს მართლაც არ უნდა ამ ანაკლის აშენება და დროის გაწელისთვის ხდება ეს ყველაფერი. აგერ უკვე თითქმის 2 წელიწადი მთავრდება და ეკონომიკის მინისტრი გამოდის ბრიფინგზე და ამბობს, რომ ჩვენო გვინდაო ახალი ინვესტორი შემოვიყვანოთ ჩინელების გარდაო. წარმოუდგენელი რამ არის. გამოცხადდა გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი, გვეუბნებიან, რომ მიდის მოლაპარაკება საინვესტიციო პირობებზე, პარალელურად 51% ეკუთვნის მთავრობას და დაიწყო მუშაობა ზღვის ფსკერის გაფართოებაზე, რადგან მამუკა ხაზარაძე ახსენეთ, თქვენ ხედავთ, რომ უზარმაზარი სამუშაოები 80 მილიონი დოლარის სამუშაოები ჩატარდა და იქ მთელი სამშენებლო მოედანია და ეს ქვიშის ასე ვთქვათ, ეს მთები წამლავს მთელ სამეგრელოს და ანაკლიას და ზუგდიდის აი ამ ეკონომიკის სამინისტროს განცხადება არჩენს რა კითხავს. და ეკონომიკის სამინისტრომ თქვა, რომ ჩინელი კი არ არისო მარტო ინვესტორი, ახალს ვეძებთ ჩინელთან ერთად საოცარი რაღაცაა და თითქოს და ყველამ წაუყრუა ეს არის უცნაური განცხადება ვინ უნდა შემოვიდეს როდესაც ჩინელი გამარჯვებულია დუბაიდან ამერიკელები შემოდიან თავი არა რა თქმა უნდა და ჩვენ უკვე ვხედავთ რომ ანაკლის აი ამ პროექტში უცხოელი ინვესტორი თუნდაც იგივე ჩინელი არ არსებობს რატომ არ აწერენ ხელს მაშინ ჩინელებთან ხელშეკრულებაზე ან სხვა საკითხია რატომ შეიძლება ჩინური მხარე ისეთ რამეს გთხოვს რომელზედაც ხელმოწერა შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლებას დაუჯდეს ასე ვთქვათ მათ კატასტროფულ მარცხად შესაძლებელია რომ დავუშვათ საკონტროლო პაკეტის გადაცემას ითხოვენ ან რაღაცას ისეც ითხოვენ ან სულაც არ არის გამორიცხული რომ სატენდერო პირობები ირღვევა ერთ-ერთი ვერსია ის არის რომ იქ არ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო კომპანია არ უნდა ღებულობდეს მონაწილეობაში ვინაიდან კონსორციუმი ქვია სახელად და ბევრი სხვადასხვა ჩინური კომპანიები მონაწილეობს შეიძლება მათ არც კი ეგონათ მე ასეთი ვერსიაც მოვისმინე რომ ყველა მონაწილე ამ კონსორციუმში კომპანიის არის სახელმწიფოს წარმომადგენელი მოკლედ აიხლარდნენ სამწუხაროდ 2028-ში შემოვა გემი 2020-ში უნდა შემოსულიყო გემი 8 წელი დავკარგეთ ესეც კი არ რეალური გახდა და მამუკა ხაზაძის განცხადებას რა თქმა უნდა ვეთანხმები რომ ანაკლიაში დასავლური ამერიკული კაპიტალი ეს არის დამატებითი ფარი ტრამპი რომ ამბობს რომ მე იშვიათ მიწათმოქმედების მოპოვებას ელემენტების მოპოვებას უკრაინაში რომ ვიწყებ ეს ეკონომიკური ფარია და ამერიკული იქ ყოფნა თუმცა მე არ ამჯერა ამ თეორიის რომ ახლა რუსეთი ამაში უკრაინაში თუ ხელახლა თავდასხმას გაბედავს იმის გამო რომ იქ ამერიკული კომპანიები მუშაობენ უკრაინის საბადოებზე უკრაინაში არ შეიჭრება მაგრამ თუნდაც მისი განცხადება რომ ჩემი ეკონომიკური ყოფნა რეგიონში თუ რაღაც ადგილას ნიშნავს დამატებით უსაფრთხოების ასე ვთქვათ გარანტიების შექმნას უკრაინის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აი იშვიათ მიწა ზოგადად ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით ანაკლია იქნებოდა ამერიკული და ევროპული კაპიტალით ისეთივე ფარი როგორც არის ბაქო-თბილისის ჯეიხანი ბაქო-თბილისის ერზონომი რატო არ დაესხა თავს რუსეთი ნავთობსადენებს რატომ როდესაც 1 კილომეტრი ცხინვალის რეგიონში არის ბაქო-თბილისის ნავთობსადენის 1 კილომეტრი ოსური მხარე აკონტროლებს ანუ რუსული მხარე რატომ არ ააფეთქეს იმიტომ არ ააფეთქეს რომ აქ არის მთელი დასავლეთის ინტერესები აქ არის აზერბაიჯანი აქ არის მისი მეგობარი სახელმწიფო თურქეთი გასაგებად ბატონო დიდი თემაა სამწუხაროდ ასე რომ ეს არის უსაფრთხოების დამატებითი ელემენტების შემოტანა როდესაც აქ იქნება დასავლური კაპიტალი და პირიქით რუსული ინტერესების გაზრდილება იმ შემთხვევაში თუ იქნება ჩინური კაპიტალი. ბატონო მან სხვა თემებსაც მინდა რომ შევეხოთ არ დაგვრჩეს მოდით სხვა აქტუალური საკითხების ყურადღების მიღმა. აი მაგალითად ერთი კითხვა მაინც დავსვათ ირაკლი კობახიძის მორი გვიზიტზე აზიაში გასული დღეების განმავლობაში ჯერ უზბეკეთში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს კი თურქმენეთში გაემგზავრა ვიზიტების მიზანია თანამშრომლობის და კავშირების გაღრმავება ქვეყნებს შორის. აი რა სიტყვით კი ფაქტობრივად იზოლირებულია დასავლური სამყაროსგან ქართული ოცნება, მაგრამ ცდილობს აზიურ ქვეყნებთან ურთიერთობებს. აი რა მოაქვს უზბეკეთის, თურქმენეთის და აი ამ სივრცის სხვა ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებთან ურთიერთობების გაღრმავებას საქართველოსთვის. ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო. რომელიც 5 წელიწადში უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი იმ გეგმის მიხედვით, რა გეგმით არსებობს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არსებობს მხოლოდ და მხოლოდ დასავლური
პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდამჭერი. ჩვენ ვართ დასავლეთის ნაწილი. საქართველოში განხორციელებული ყველა დიდი ინვესტიცია, ნებისმიერი გზა, რომელსაც ახლა ჩვენ ხედავთ, გვირაბს ხედავთ, თორსა მივდივართ იქით ბათუმისკენ და აქეთ რომ მივდივართ და უშოთ წითელი ხიდისკენ, ან აგერ გუდაურში რომ 600 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი გზა კეთდება და 9 კილომეტრის მარტო გვირაბია ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია 600 მილიონი აზიის განვითარების ბანკიდან. ყველა აზიის განვითარების ბანკი აზიური კი არა, იაპონიის პულია, იქ ინდოეთის პულისა და ჩინეთის ცოტა, მაგრამ ამერიკისა და გერმანიის და ევროკავშირის არის. ანუ ყველაფერი, მთელი ინვესტიციები, რაც კი საქართველოში განხორციელებულა, მისი 95% და უფრო მეტი არის დასავლური. რა თქმა უნდა, აზიაშიც უნდა ვიყოთ, უზბეკეთშიც უნდა ვიყოთ, ყირგიზეთშიც, ტაჯიკეთშიც, და ასე ვთქვათ, ყაზახეთშიც და ჩინეთშიც, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნებოდა შენი საგარეო და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის გამაძლიერებელი რაღაც სეგმენტში. მაგრამ როდესაც გარიყული ხარ დასავლეთიდან, ევროპაში არ ჩაგესვლება, ბალტიის ქვეყნებმა ფაქტობრივად ბოიკოტი გამოგიცხადეს და კობახიძეს ქვეყნის პირველ პირს არ ჩაესვლება ბალტიის ქვეყნებში და ბევრ ევროპის ქვეყანაში. როცა ხარ მოკვეთილი, აი შექმნილ ვითარებაში, როცა ხარ მოკვეთილი, როგორც თქვენ ამბობთ, ეს რომ ყოფილიყო რა პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი მოაქვს საუკუნეების განმავლობაში საქართველოსთვის აზიურ ქვეყნებში საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მოწყვეტილი იყო არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობაზე საუკუნეების განმავლობაში და როდესაც ჩვენ გავხდით ვართ ევროკავშირის ასე ვთქვათ კენ მიმავალი ქვეყანა და როდესაც იმ ხელისუფლების პერიოდში იგივე მიხეილ სააკაშვილი როდესაც ჩავიდა და არაბული ინვესტიციები შემოიტანა აქ რა თქმა უნდა ეს აბსოლუტურად სხვა სახის ასე ვთქვათ სხვა შინაარს იძენდა იგივე აგერ ბილტმორის სასტუმრო შექმნილ ვითარებაში თუ ხედავთ ბატონობას სარგებლობას ანუ მე რას ვამბობ აზიური ასე ვთქვათ პოლიტიკის და ეკონომიკის არეალის გაფართოება ეს არის კარგი მაშინ როდესაც შენახარ მძლავრად ნაწილი ევროპული სივრცისა ეხლა უკვე ეს ეკონომიკურად არაფერს მომცემია და პოლიტიკურად სასაცილოა. სად დადის დუბაიში სადღაც ჩავიდა, რაღაც ბლეფი თურმე 6 მილიარდიან ინვესტიციას შემოიტანს და გონიოში და რუსთავის გზაზე სადღაც ფონიჭალაში სახლებს ააშენებს, თურმე 6 მილიარდი სასიზურელე ტყუილია 36 მილიარდიანი ფონდია და თავის იმას მე-6 ნაწილს, აქ 16% აქ ჩადებს საქართველოში. სად დაიარება ასე ვთქვათ ეს ხელისუფლება? დუბაიში, ყირგიზეთში და სხვაგან და მთელი ინვესტიციების 1%-იც კი არ არის საქართველოში აზიური ინვესტიციები. ჩინეთს საქართველოში ინვესტიცია არ აქვს. ჩინეთის ინვესტიცია შემთხვევით გაჩნდა უალინგის სასტუმროსა და გრძელი სავაჭრო მოლის სახით იმაში თბილისის ზღვაზე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების აშენებისას. პირიქით დასავლური ინვესტიციებისგან მოზიდულ ფული მიაქვს ჩინეთს ისინი ასრულებენ სამუშაოებს გზებს აშენებენ რკინიგზას აშენებენ ძალიან კარგია გუდაურში შემოსასვლელ გვირაბს აშენებენ მაგრამ ინვესტორი როგორც ასეთი საქართველოში ჩინეთი არ არსებობს და პირველი ინვესტიცია დიდი ინვესტიცია ანაკლიის სახით იქნებოდა ესეც არტლ ესე გიგანტური დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ოდენობით აზიური ყაზახეთი ერთადერთი ინვესტორი საქართველოში რომელიც სერიოზული ინვესტორია ეს არის ყაზახეთი. ამიტომ თუ ვინმეს გონია რომ დასავლური ინვესტიციის ჩანაცვლება შეიძლება აი ამ ახლო აზიაში ასე ვთქვათ სიარულით ეს არის ზღაპარი. უზბეკეთში რა ილაპარაკეს რომ საქართველოს უზბეკეთისთვის მიმზიდველია ტურისტულად. ანუ რას ეუბნება ჩამოდით ტურისტებო უზბეკეთიდან დახარჯეთ საქართველოში ფული ძალიან კარგი თუ ჩამოვლენ მაგრამ იქით რას თავაზობ იქით ანუ ამ ლაპარაკის შემდეგ რა მოდის უზბეკური ინვესტიციები იქნება საქართველოში შავ ზღვას გამოიყენებენ როგორც ისევ ამბობ ყაზახური ინვესტიციებიც იმ ხელისუფლების დროს გაჩნდა როდესაც ბათუმის პორტი იყიდეს იქ სასტუმროები ააშენეს სილკ როუდ ჯგუფი შემოვიდა აგერ სილკნეტი და სხვა კომპანიები იყიდეს ანუ გაჩნდა იმ ხელისუფლების დროს აზიური ინვესტიციები მე აგვისტოს ომის შემდეგ პუტინის დაძალებით ასე ვთქვათ გაჩერდა თორე 28 სასტუმრო უნდა იყიდათ ეხლა ისევ გამოცოცხლდა ყაზახეთი ნავთობის ტრანსპორტირების კუთხით ვინაიდან რუსეთმა ნოვოსიბირსკში ძალიან ხრიკები მოუწყო და ხელს უშლიდა ნავთობის გატარებას და აგერ კასპიის ზღვიდან უკვე მოაქვთ ვაგონებით და საქართველოს ბაქო-თბილისში შეიყვანეს ნავთობსადენში ყაზახური მილიონ ნახევარი ბარელმა უკვე გაიარა. ანუ არის პროექტები
რომელიც ისევ დასავლეთთან კავშირშია. თუ ნავთობის შემოდის ყაზახური, ეს ისევ ააგერ სამხრეთ კავკასიური მილსადენების მოედინება თუ შეიძლება ასე ითქვას. ამ ვიზიტებს საჩვენებელი ხასიათი აქვს. კარგი. ბატონ რომან, ბოლოსკენ გავდივართ და გიორგი ბაჩაშვილზე თქვენც უნდა გკითხოთ, თანავი ინვესტორების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი. ბოლო 2 დღეა კიდევ ერთი გარემოების გამო ყურადღების ცენტრში როგორ დატოვა, როგორ მოახერხა და როგორ დატოვა მან საქართველოს. დაახლოებით 3 წლის წინ საზოგადოება მიცის, რომ საქართველოში ქართული ოცნებისთვის არ ვიცი, ყველაზე მიუღებელი პოლიტიკური ოპონენტი და ლამის მტრად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილი შემოეპარათ. ხო და თან ისე რომ თვითონ მიხეილ სააკაშვილმა დაწერა და დადო ვიდეოები ამის შესახებ სოციალურ ქსელში, თორემ მანამდე არავის არაფერი გაუგია. აი ახლა უკვე საზღვარზე ბიძინა ივანიშვილის სამიზნე გაეპარათ, რომელიც როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, მუდმივი თვალთვალის და დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი რას ამბობს დღევანდელ სისტემას? რატომ არის ბაჩიაშვილის საქმე საინტერესო? იმიტომ რომ ეს მოვლენა, მისი პოლიტიკური დევნა და მისადმი განხორციელებული რეპრესიები ავლენს ბიძინა ივანიშვილის აი ამ ასე ვთქვათ ოლიგარქიული რეჟიმის ბუნებას ასე ვთქვათ შიგნიდან. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც აქვს უზარმაზარი ინფორმაცია მის შესახებ. ის არის აბსოლუტურად თითიდან გამოწვეული სამართლებრივი დევნის მსხვერპლი, ვინაიდან იგივე თუნდაც ბიტკოინების საქმე, ეს შეიძლება იყოს კერძო დავის საკითხი ორ სუბიექტს შორის, იქ ესთან დაკავშირებით აბსურდულია საერთოდ გადახარჯვა ხდებოდაო იმაში სადღაც მტკვარი ხესის მშენებლობისას. ანუ ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ჩვენი როგორც საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში რა ხასიათის ხელისუფლება გვაქვს და როგორ არის სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი. აი რა ხასიათის ხელისუფლება? არის ივანიშვილის ერთი ფულიანი ადამიანის მომსახურე ოლიგარქიული რეჟიმი, როდესაც ამ ქვეყანაში არაფერი არსებობს, მათ შორის არ არსებობს სასამართლო სისტემა და თუ ბაჩიაშვილის საკითხი იმდენად აშკარაა, რომ აქ ვლინდება ივანიშვილის ასე ვთქვათ, აი ეს უსამართლო რეჟიმის ბუნება, ბუნებრივია, რომ ის ამავე დროს აძლიერებს თუნდაც იმ ბრძოლას, რომელიც დღეს უსამართლოდ დაკავებული უამრავი ადამიანის გადასარჩენად მიდის. აი რა გარემოებების გამო ფიქრობთ? რომან, რომ ის გარემოება, რომ ის არის უკვე საზღვარგარეთ. არ არის თქვათ წმინდა წყლის ფინანსურ სამართლებრივი დავა და იქ შეიძლება იყოს რაღაც სხვა გარემოებები. რა თქმა უნდა, ოლიგარქი ყველას ასე ვთქვათ გაჭყლიტავს და მანაც ვარ რომ ციხეში ამოგალპობთ და გაგსრესავთ ასე უთქვამს. რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ მის ყოფნას აქვს დამატებითი სხვა ასე ვთქვათ ეფექტი. ის რომ მას საერთაშორისო ადვოკატები ყავს. მე საქმე რეზონანსულია. ეს საქმე შიგიდან ამხელს ივანიშვილს. მას გააქვს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები, რაც კი ივანიშვილმა აქვს თავისი სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრები დაიშალა, ამ კაცმა, ახალგაზრდა კაცმა გარისკა 5 მილიონი აიღო ბანკიდან და დღეს მილიარდიანი აქტივია. ივანიშვილს რომ გაერისკა და 5-ის ნაცვლად 20 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა რო ეყიდა, დღეს ივანიშვილს იმდენი ასე ვთქვათ ფული ექნებოდა, რამდენის დღეს აქვს მას Forbes-ის მიერ, ასე ვთქვათ, მთელი მისი აქტივების, ნახატებისა თუ აქციების სახით, მაგრამ არ გარისკა და მაშინ გარისკვა არ იქნებოდა სწორი და ბევრმა არ გარისკა. მაგრამ არიან თავზე ხელახებულები ან ინტუიციის მქონენი, რომლებიც გარისკეს, რომ 1000-დან 1 არ გარისკავდა. მე ივანიშვილს მოვიდა, ასე ვთქვათ, მადაჭამაში მოდის, როგორც იტყვიან, ეს ჩემი ბანკიდან გამოტანილი ფული გაქვს ნაკლი და დამიბრუნეო და თავად ეს პროცესი თუ როგორ ყველანაირად როგორ ავლენს სიხარბეს ამ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ამხელს მას. მხილების გარდა უკვე ის გადაიქცა ფაქტორად აქვს რესურსები. ის თავად არ მალავდა რომ აგერ მცირეოდენ კანონის ფარგლებში ეხმარებოდა მედიას პატარ-პატარა ასე ვთქვათ დახმარებით იმ ფონდებში რომელიც აქციებს მხარს უჭერდა და აქციებს ორგანიზება ჭირდება, განსაცველი რაღაცა ბოლოს და ბოლოს დაჯარიმებული ხალხის გამოყვანა და ასე შემდეგ. და მას შეუძლია გარედან იმუშავოს ივანიშვილის რეჟიმის კიდევ უფრო მეტად შესარყევად. ამიტომ არის ამ პიროვნების
ასე ვთქვათ, ივანიშვილის მარწუხებიდან გათავისუფლება კარგი. პოლიტიკურად კარგი, ქვეყნის კარგი და ადამიანურად ბოლოს და ბოლოს ადამიანურად მას გაანადგურებდნენ ციხაში. მას როგორც ჩანს არა აქვს ის აქტივები ქონებაში ჩადებული უცხოეთში რომ ეყიდოს მიწა, ან ფასიანი ქაღალდები, ან სადღაც ანგარიშებზე ფული, მას აქვს კრიპტოვალუტა დაიჭერდნენ ჩასვამდე ციხეში ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამებით გამოართვებდნენ ამ კრიპტოვალუტის კოდებს და სანამ ბიძინა ივანიშვილი ამას არ გაძარცვავდა ამ ადამიანს ან მოკლავდა და ან დასახიჩებულს გამოუშვებდა იქიდან. ამიტომ ძალიან კარგია რომ წავიდა, ხოლო გაქცევის ფორმა არის დამამცირებელი. აი აჩვენა რომ ჯერ ხო რამდენჯერ დაამცირეს, რომ ქვეყანა ხო არ არსებობს, ეგრევე ხეიბარი ადამიანი შემოვიდა ტყე ჩატაევი და აგერ საშინაება მოაწყო. იმაში რა ქვია, ნავთლუხში კი არა, სამგორში. ისევე როგორც ძალიან ბევრ შემთხვევაში ქვეყანაში არ არსებობს არაფერი. მთელი სუსი ქუჩაში დგას და მომიტინგეებს და აქციაში მონაწილე ადამიანებს უთვალთვალებს სახში ნაცვლად იმისა, რომ აკეთოს დაუშვათ თუნდაც იგივე საქმე, რასაც საზღვის დაცვა ხია. დაამცირა ბაჩიაშვილმა, ბიძინა ივანიშვილი და მისი ძალოვანი სტრუქტურები. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის, თქვენი შეფასებების გაზიარებისთვის, დაგემშვიდობებით, რომან გოცილიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ გლობალური პოლიტიკა და კახა გოგოლაშვილი. ბრუნდებით რამდენიმე წუთში დაგვაუთხეთ. რეკლამის შემდეგ თავისუფალი სტუდია ისევ პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას. ამჯერად ჩვენს ეთერში გლობალური პოლიტიკის დრო. ისევ უკრაინა, რუსეთის ომი, ისევ ტრამპი და ისევ ევროკავშირი. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რონდელის ფონდის კვლევარი კახა გოგოლაშვილი გაგვიზიარებს მის პოზიციებს იმ კითხვებზე, რაც ბოლო დღეებში შექმნილი ვითარების ფონზე ჩნდება. მივესალმებით ჩვენს სტუმარს, გამარჯობა ბატონ კახა და მადლობა რომ შემოგვიერთით. ბატონ კახა, აი გაცემის დასკვნითი ნაწილი სწორედ უკრაინის საკითხს და ამ საკითხზე ერთი მხრივ ამერიკის და მეორე მხრივ ევროპის პოლიტიკას მიდად დაუთმოთ. თუმცა მოდით ვიდრე დღეს არა ტრამპით, უფრო სწორად არამედ ემანუელ მაკრონით დავიწყოთ. მან ფრანგი ხალხისადმი გუშინდელი მიმართვისას ბევრი რამ თქვა, მათ შორის თქვა, რომ ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონსა და მოსკოვში, ასევე მინდა მჯეროდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს მხარეს დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს ასე არ იქნება, ესეც მაკრონის განცხადებიდან. აი რა პირი უჩანს, საბოლოოდ სად გადაწყდება, ასე ვთქვათ, უკრაინის და ევროპის ბედი, ეს იქნება ამერიკა, მოსკოვი, თვითონ ევროპა და აქვე რამდენად მაღალია შანსი იმის, რომ ამ პროცესში ევროპა დარჩეს ამერიკული მხარის გარეშე. ნუ რამდენიმე რაღაც გამოჩნდა აშკარად. ეხლა ევროპა როგორც ყოველთვის არასდროს არ მიიწევს წინა პლანზე და ცდილობს საქმის გაკეთებას, ისევე როგორც მაგალითად უკრაინის დახმარების საკითხში. ხო, უფრო მეტი დაეხმარა უკრაინას ვიდრე ამერიკა, თავის ეს თქო ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ ამდენი არ უტრაბახია, როგორც ვთქვათ, ტრამპმა იტრაბახა ბოლო ხანებში, ამდენი დავეხმარეთ უკრაინასო და თანაც იმავე დროს აკრიტიკებს ამ დახმარების გამო მისი წინამორბედ ხელისუფლებას. ანუ არ უნდა მიეცაო ბაიდენს ეს ფულიო, მაგრამ რომ რახანაც მოგეცეთ, ამიტომ გვაკეთო და ევროპის პოზიცია აქ არის ბევრად უფრო ფრთხილი, დელიკატური და ევროპული, მართლა ევროპული კულტურის, ესე ვთქვათ, კულტურული მე ვიტყოდი უბრალოდ. და აი აქ ახლა რა გამოჩნდა, რომ პრინციპში ევროპამ პირველ რაღაც აი ტრამპის პირველი თვის პრეზიდენტობის განმავლობაში თითქოს დაუთმო ასპარეზი შეერთებულ შტატებს, რადგანაც იყო იმდენი დაპირებები, რომ ის მოაგვარებდა, ვთქვათ, რუსეთთან მედიატორობას გაწევდა, ძალის პოზიციებიდან აიძულებდა მშვიდობის დამყარებას, ესე იგი ორივეს, ხო, ძალის პოზიციებიდან. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერმა გამოაჩინა, რომ ამ ძალის პოზიციას შეერთებული შტატები მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ გავლენს და რუსეთთან ჯერ არანაირი, ესე ვთქვათ, უკან დახევა რუსეთს არ უჩვენებია არც ერთ პუნქტში. ხო, ანუ საბოლოო ჯამში ევროპელი ლიდერები, რა თქმა უნდა, გამოფხიზლდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აბსოლუტურად არაევროპულად მოექცნენ, შეიძლება ვთქვათ, ამერიკაში
მოექცნენ ზელენსკის, არა მარტო ზელენსკის, არამედ ევროპელების მიმართაც იყო ეს პრაქტიკულად უპატივისცემლობა და აი მაშინ გამოფხიზდნენ სერიოზულად, მიხვდნენ რომ არ შეიძლება დაყრდნობა დღევანდელი შეერთებული შტატების ხელისუფლებაზე ისეთ საკითხში, როგორც არის ევროპის უსაფრთხოება. კონკრეტულად უკრაინის და ეხლა უკვე ევროპელი ლიდერების წარმოდგენით და მთლიანად საერთოდ ევროპელების წარმოდგენით უკრაინის უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს გაყოფილი ევროპის უსაფრთხოებისგან. ანუ მოხდა ინტეგრირება პრაქტიკულად ამ მთლიანად ამ უსაფრთხოების ასე ვთქვათ ხედვის როგორც უკრაინის, ასევე ევროპის, ამიტომ ევროპის უკრაინის სუსტ პოზიციაზე შვიდობის დამყარება სუსტი პოზიციებით ნიშნავს ევროპის პოზიციების შესუსტებას მთლიანად. აქ რა თქმა უნდა ისინი ამუშავდნენ ძალიან უკვე ინტენსიურად და მაკრონის გამოსვლაც იყო პრაქტიკულად ამის სიგნალი, რომ ევროპა აპირებს ძალის პოზიციის, ესე ვთქვათ, გამოვლენას, აღარ აპირებს უკან დადგომას, იმიტომ რომ შეერთებული შტატების მხრიდან პრაქტიკულად არ მოხდა არანაირი ამ ეტაპზე ხელი შეშლის მეტი პრაქტიკულად არაფერი არ გაუკეთებიათ ამ მიმართულებით და ის კი არა უკრაინის პოზიციების დაასუსტეს, იმიტომ შეუჩერეს დახმარება, სამხედრო, მოხდა დისკრედიტაცია ასევე. და აი დავამთავრებ უბრალოდ ამას დავამთავრებ თუ შეიძლება, ხო? ამიტომ ეხლა ევროპა ჩვენ შევატყვეთ როგორ სუსხანაირად მოექცნენ ზელენსკის, სუსხანაირად მიიღეს, სუსხანაირი გამოავლინეს, სუსხას მესიჯები იყო, არანაირი ზეწოლა, დიდი პატივისცემი და ასე შემდეგ, ანუ გაცნობიერება იმის, რომ უკრაინა იჩაგრება არა მარტო უკრაინის გამო, არამედ ევროპის გამოც და ეხლა მე ესე მგონია, რომ ევროპას სხვა გზა არ აქვს და მაკრონის გამოსვლა ამას ნიშნავდა ზუსტად, რომ ისინი იწყებენ უკვე აქტიურად ფიქრს და მოქმედებას კონკრეტულად რომ გავიდნენ ესე ვთქვათ ავანგარდში ამ პროცესების და ალბათ ადრე თუ გვიან სწორედ ევროპა წაიყვანს მოლაპარაკებებს რუსეთთან, რადგანაც შეერთებული შტატების ვეღარ ენდობიან ამ საკითხს. მაკრონზე მინდა ჩაგეკითხოთ, რადგან მის განცხადებაზე გკითხეთ, აი ხომ არ ჩანს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ერთგვარად ცდილობს ევროპის ლიდერი გახდეს და არ ვიცი, მის თავზე აიღოს ასე ვთქვათ უკრაინის საკითხის გადაწყვეტა, როგორც ვთქვათ ამას ამერიკაში აკეთებს ტრამპი. რამდენად საფუძვლიანია საკითხის ასე დანახვა? შესაძლოა, ხა მაკრონს აქვს ამბიციები, რა თქმა უნდა და მარტო მაკრონს არა, უბრალოდ ფრანგებს როგორც ერს ევროპაში, კონტინენტურ ევროპაში განსაკუთრებით, ეხლა დიდი ბრიტანეთი ყოველთვის ეჯიბრებოდა, ყოველთვის ჰქონდა ამბიციები, რომ იყოს ლიდერი. მაგრამ ამავე დროს გერმანია ყოველთვის გამოდიოდა, რა თქმა უნდა, როგორც უმეტესად როგორც რევიზიონისტი ძალა და ასე ვთქვათ, ეკრებოდა საფრანგეთს, მაგრამ ეხლა ამ მომენტში ყველას კარგად ესმის, რომ სამხედრო პოტენციალს რაც შეეხება იმის გამო რომ გერმანიას აკრძალული ქონდა საერთოდ დიდი სამხედრო მაგალითად შემტევი ძალის ყოლა აკრძალული ქონდა მარტო თავდაცვითი ესე ვთქვათ ელემენტების განვითარება და საერთაშორისო ოპერაციებში წარმონაწილეობდნენ კონსტიტუციით ქონდა აკრძალული ეს არ ვიცი ხა რამდენად შეცვალეს კონსტიტუცია ამ თვალსაზრისით მაგრამ ანუ ეხლა ამ ეტაპზე ჯერჯერობით საფრანგეთი არის აშკარა ლიდერი სამხედრო თვალსაზრისით ნუ რა თქმა უნდა ინგლისს არანაკლები დიდ ბრიტანეთს არანაკლები არმია ყავს მაგრამ დიდი ბრიტანეთი არ არის კონტინენტური ევროპა მაინც თუმცა ბოლო ხანებში ჩვენ ხედავთ რომ ავლენს ინტერესს რომ ევროპაში ისევ დიდი ბრიტანეთის როლი ისევ გააქტიურდეს და არ ამგონია რომ იცით რა ეხა ევროპაში სხვანაირი კულტურა არის ლიდერობის ის რასაც ავლენს დონალდ ტრამპი ამ ბოლო ხანებში ეს სხვანაირი კულტურაა ლიდერობის ეს არის რაღაც ერთპიროვნული მე ვარ და სხვა არავინ არ არის ჩემს გარშემო და ევროპაში ეს ძალიან ცუდ ტონად ითვლება რა თქმა უნდა მას უნდა ლიდერობა მაგრამ არა ერთპიროვნული ლიდერობა ამ შემთხვევაში ნუ იყო დრო როდესაც შეიძლება საფრანგეთშიც არსებობდნენ ესეთი ლიდერები მაგალითად ხა დეგოლს ჰქონდა ესეთი ამბიციები ვთქვათ თავის დროზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რომ ყოფილიყო ერთპიროვნული ლიდერი ევროპის მაგრამ ეს ჩაბარდა ისტორიას ეს ეპოქა. ეხლანდელი ევროპა სხვანაირია. ეხლანდელ ევროპაში ხედავენ მხოლოდ და მხოლოდ თავის ძალას ერთობაში. და რა თქმა უნდა ხედავენ, აი მიაქცეთ ყურადღება, როდესაც არის შეხვედრები, იქ პატარა ქვეყნების ლიდერები ისეთივე, ესე ვთქვათ, პოზიციები და ისეთივე პატივისცემით სარგებლობენ, მაგალითად იგივე ფინეთის, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრის გამოსვლას როგორ უსმენდნენ ყურადღებით და როგორ ეს ვთქვათ, ესტონეთის იქნება ეს თუ სხვა,
იქ ერთმანეთს სემენ პატივს, ეს სხვანაირი კულტურაა. ბატონო, ხა ისევ ემანუელ მაკრონის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებებიდან მინდა გავაცნო მაყურებლებს რამდენიმე ამონარიდი. აღარ შეგვიძლია რუსეთის სიტყვის დობა, ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება, გადავწყვიტე გავხსნა დებატები ჩვენი ბირთვული შემაკავებლით მოკავშირეების დაცვის თაობაზე და კიდევ ერთი მომდევნო კვირას პარიზში მივიღებ იმ ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსებს, რომლებიც მზად იქნებიან უკრაინაში სამომავლო მშვიდობის გარანტორების როლი შეასრულონ. აი, რამდენად ბევრი შეიძლება იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, აიღოს ეს სამშვიდობო გარანტორის როლის საკუთარ თავზე შესრულება და რამდენად დადგება უკრაინაში მშვიდობა ევროპული ძალების განლაგებით, რომლებიც არ წავლენ წინა ხაზზე საბრძოლველად, მაგრამ უკრაინის ტერიტორიაზე იქნებიან. უნდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ მაკრონმა თავისივე გამოსვლაში კაფიოდ თქვა, რომ ჩვენ მივიღებთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ პირობით თუ მშვიდობას ხელი მოეწერებაო. ანუ ესე იგი ხოლოდ მას შემდეგ, რაც მშვიდობას ხელი მოეწერება, ისინი მიიღებენ მონაწილეობას და აქ კიდე რა თქმა უნდა, ამაში საფრანგეთი და გერმანია ალბათ განუყოფელი იქნებიან და მერცის პოზიციებს ჩვენ ხედავთ, რომ არის ძალიან ესე ვთქვათ, კონსტრუქციული ამ მიმართულებით და აქტიური. მაგრამ აქვე არიან ისეთ ქვეყნები, როგორც არის ბალტიისპირეთის ქვეყნები, შვედეთი, ვთქვათ, ფინეთი, მე მგონია, რომ ესენი ყველანი მიიღებენ მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში. არ ვიცი რაც იზამს იტალია, თუმცა იტალია ეხლა არის ესე ვთქვათ განიცდის გარკვეულ გავლენას შეერთებული შტატებიდან. თუ ვთქვათ ამის გამო მას არ მოუწია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაფუჭება, მაშინ იტალიაც მიიღებს მონაწილეობას როგორც ჩანს სამშვიდობო ოპერაციაში. და მე მგონია რომ ამას გააკეთებს ასევე ნიდერლანდები და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან რა თქმა უნდა ალბათ შეუერთება ჩეხეთი, მაგრამ არ შეუერთება სლოვაკეთი და უნგრეთი თავისთავად. პოლონეთი ჯერჯერობით თავს იკავებს, ანუ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მე ჯერ ჩვენ არ ფიქრობთ ამაზე, თუ პრეზიდენტმა თქვა ეს. ხო, არ აქვს მნიშვნელობა. პოლონეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ ჯერჯერობით არ აპირებენ განლაგებას მშვიდობის ყოფილი ძალებისა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პოზიცია არ შეიძლება შეიცვალოს. მე მგონია, რომ აუცილებლად შეიცვალება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი ტიპის სამშვიდობო შეთანხმება იქნება და რამდენად შეეწინააღმდეგება რუსეთი ამ ესე ვთქვათ აი რუსეთის გამოხმაურებაზე ვისაუბროთ, სწორედ ახლა არც ისე კარგი გამოხმაურება აქვს. ყოველ შემთხვევაში მაკრონის განცხადებებს მოსკოვის მხრიდან მარია ზახაროვამ მას მეზღაპრე უწოდა, დიმიტრი მედვედევმა კი განაცხადა, რომ მაკრონის სამუდამოდ გაქრება არაუგვიანეს 2027 წლის 14 მაისისა და ის არავის დააკლდება. რამდენად სერიოზულ პოლიტიკურ თავისტკივილს წარმოადგენს ევროპელი ლიდერები რუსეთისთვის საკითხში, რომელიც შეეხება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას. პირველ რიგში ხაზს გავუსვამ, რომ 27 წლამდე 2 წელია ჯერ კიდევ და თუ ვთქვათ მედვედევს იმედი აქვს, რომ 27 წლამდე გაწელავენ ამ ომს და მერე მაკრონს რომ მოიშორებენ, მერე ესე ვთქვათ ვიღაცა საფრანგეთში პრეზიდენტს მოიყვანენ ისეც, რომელიც ვთქვათ პრორუსული იქნება. მე არ მგონია, რომ ეს ძალიან რეალისტური ის იყოს, შეხედულებები იყოს. და რაც შეეხება ესე ვთქვათ ამ მეორე კითხვა უკაცრავად შემახსენებთ. ხო, თავისტკივილი რამდენად გახდა პოლიტიკური თავისტკივილი ევროპელი ლიდერების დღევანდელი პოზიცია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოსკოვისთვის. კი, ნუ მოსკოვისთვის რა თქმა უნდა ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი, იმიტომ რომ ევროპის კონსოლიდაცია და სხვათა შორის აქ უკვე სერიოზულ საკითხებზე საუბარი, რომ ევროპა აპირებს თავისი სამხედრო ინდუსტრიის სწრაფად განვითარებას, გადაიარაღებას, ანუ მინიმუმ 650 მილიარდი ევრო იქნება გამოყოფილი ამ გადაიარაღებისთვის და სამხედრო ხარჯებისთვის და კიდე დამატებით 150-800-ზე მეტი მილიარდი მოკლედ სხვადასხვა საჭიროების რომელიც უკრაინაში წავა უკვე, თქვათ ნაწილი მიდის უკრაინაში და ნაწილი თვითონ ევროპის გადაიარაღებაზე და ახლო მომავალში ევროპული წარმოება ეს რა თქმა უნდა მისი ტექნოლოგიური დონე განვითარების ევროპის და მისი სამეცნიერო განვითარების დონე და ასე შემდეგ ორგანიზაციული შესაძლებლობები არის ისეთი რომ თუ რუსეთმა მოახერხა რაღაც 6 თვეში და 8 თვეში სამხედრო ესე ვთქვათ იმაზე გადაყვანა ეკონომიკის სამხედრო რაღაც ლიანდაგებზე როგორც იტყვიან ხო ანუ რა თქმა უნდა ევროპა მოახერხებს ბევრად უფრო სწრაფად თავისი სამხედრო ინდუსტრიის გაორმაგებას
და აი ამის ეშინია რა თქმა უნდა რუსეთს, იმიტომ თუ ევროპა გახდება ავტონომიური, დამოუკიდებელი შეერთებული შტატებისგან და არ დაჭირდება მას თქვათ ყურება იქით აი ჯერჯერობით, როგორც იცით, ტრამპს უთხრეს, ევროპელმა ლიდერებმა მაკრონმა უთხრა და მე მგონი არა მარტო მაკრონმა, არამედ დიდი ბრიტანეთის პრემიერმაც უთხრა, რომ იქნება ჩვენ შევიყვანთ მშვიდობის ყოფილებს, მაგრამ თქვენ გაგვიმაგროთ ზურგიო. რაც ნიშნავს, თქვათ, იარაღის მიწოდებას, რაც ნიშნავს, თქვათ, ევროპაში დატოვებას თავისი კონტინგენტის და მზადყოფნას იმისთვის, რომ თუ დაჭირდათ სწრაფად შეიყვანონ, თქვათ, უკრაინაში იმათაც თავისი ჯარი და ასე შემდეგ, მაგრამ ამაზე ჯერჯერობით უარი მიიღეს, ხო? ამიტომ ეხლა ამ მომენტში უკვე ევროპელები თვლიან, რომ საჭირო არის საკუთარი ავტონომიურობის იმდენად გაძლიერება, რომ აღარ დაჭირდეთ ნატოს, თქვათ, სხვა ტრანსატლანტიკური პარტნიორის, ესე ვთქვათ, ხვეწნა დახმარებისთვის. კი ბატონო, აი ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტიც გაიმართა, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრო და ერთი კითხვა ამაზე დავსვათ, მოვისმინეთ ლიდერების განცხადებები და რამდენიმე მათგანს გავაცნობ მაყურებელს. ბევრი დრო არ გვაქვს, ევროპის გადაიარაღება გვჭირდება, ეს არის დანიის პრემიერ-მინისტრი. ჩვენ აქ ვართ, რათა უკრაინას ყოვლის მომცვლელი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მხარი დაუჭიროთ. ანტონიო კოსტა, უკრაინას საკუთარი სისხლის საფასურად ყოველდღე ყიდულობს ჩვენთვის ძვირფას დროს, ძალიან უპასუხისმგებლობა იქნება ამ დროის გაფლანგვა. გიტანას ნაუსედა, ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ მსურველთა კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, რათა ერთმა ქვეყანამ ყველა დანარჩენი ვერ დაბლოკოს. ეს უკვე კაია კალასი და ბოლოს თავად ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც მადლობას უხდის ევროპელებს, მადლობლები ვართ, რომ მარტო არ ვართ, ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ჩვენ ამას გრძნობთ. აი ბრიუსელის დღევანდელ სამიტზე რის თქმა შეიძლება გარდა იმისა, რომ ევროპამ გაიღვიძა. კი, ბრიუსელის სამიტი ჩატარდა ძალიან, ხვალაც გრძელდება, მაგრამ ის რაც იყო დღეს მიეძღვნა მთლიანად თავდაცვის საკითხებს და უსაფრთხოების საკითხებს და იყო ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები მიღებული, მათ შორის ეს არის უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გამოყოფის, ეს თქვათ, ესენი დაპირებები და ეს მსურველთა კოალიცია, რაზეც არის საუბარი, ანუ აქაც აშკარად იყენებენ იმ სტრუქტურას, იმ მიდგომას, რომელიც პრინციპში არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დამფუძნებელ შეთანხმებას, ან ლისაბონის შეთანხმებას, სტრუქტურული თანამშრომლობის, ეს ვთქვათ, ფარგლებში აქვთ უფლება არა ყველა ქვეყანას კონსენსუსის გარეშე აწარმოონ სამხედრო თანამშრომლობა და მიიღონ მონაწილეობა ოპერაციებში და მოიწვიონ კიდე დაიმატონ, თქვათ, რაიმე სხვა სახელმწიფოები, რომლებიც გამოთქვამენ ამის სურვილს. ამიტომ ამ გზით წასვლა არის ძალიან სწორი, მაგრამ აქ უბრალოდ პირდაპირ გაუჭირდებათ ალბათ ევროპული ფონდების გამოყენება, თუმცა ამის უფლებაც აქვთ, მაგრამ იქ არსებობს გარკვეული დაბლოკვის შესაძლებლობები, რომელიც შეიძლება უნგრეთმა გამოიყენოს, მაგრამ მთლიანობაში ალბათ აი ეს სურველთა კოალიციის მიერ შექმნილი ფონდი არ იქნება ევროკავშირის შიდა განაწესით შექმნილი ფონდი, ეს იქნება წევრი ქვეყნების მიერ ალბათ ევროკავშირის სტრუქტურების გარეთ შექმნილი ფონდი. თუმცა ევროკავშირის სტრუქტურები მიიღებენ მონაწილეობას და ამის უფლება აქვთ, მიიღებენ მონაწილეობას ამის მართვაში, სხვადასხვა სახის ეს თქვა თანამშრომლობის პროექტების, აქ არის ბევრი პროექტი იქნება ალბათ ამასთან დაკავშირებით, პროექტების განხორციელებაში და ხელშეწყობაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამის გადაწყვეტილების მიღება. საბოლოო ჯამში ნელ-ნელა ხდება იზოლირება პრაქტიკულად და გარიყვა იმ ქვეყნების, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპის ერთიან პოზიციას და პრაქტიკულად ევროკავშირის თუ აქამდე ევროკავშირი ჩვენ წარმოგვიდგინა როგორც რაღაც ჩაკეტილი სივრცე რაღაც შეთანხმების ფარგლებში და აუცილებლად კონსენსუსი და იქიდან მერე უკვე ყველანაირი იბლოკება, ეხლა უკვე ეს არის გახსნილი სივრცე და ეს არის მსურველების სივრცე, რისი სურვილიც აქვთ, ბევრს ის მას აკეთებენ. ბატონკახა, გადავიდეთ მოდით ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რაც შეეხება უკვე უშუალოდ ტრამპის პოლიტიკას, აი ექსპერტებმა მაგალითად უკრაინისთვის დადებითად შეაფასეს სიტყვა, რომლითაც ტრამპმა 4 მარტს მიმართა კონგრესს. ტრამპმა ვიცით რომ ზელენსკის წერილიც წაიკითხა ხო და თითქოს ჩანდა რომ მან ერთგვარად
გვერდზე გადადო თეთრ სახლში გამართული პოლემიკა, თუმცა აი ამის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარებასთან ერთად უკვე სადაზვერო მონაცემების გაზიარებაც შეუწყვიტა. აი რას ნიშნავს დახმარების შეწყვეტა უკრაინისთვის ახლა ის გითხარით, შესაბამისად როგორია უკრაინის შანსები, ასე ვთქვათ, შტატების დახმარების გარეშე. მე ჩემ მხრივ უბრალოდ ვიტყვი, რომ დიდი პატივისცემით ყველა იმ ექსპერტისთვის, ვინც ეს თქვა, მაგრამ ჩემი ესე ვთქვათ ხედვით ტრამპს უკრაინასთან დაკავშირებით პრაქტიკულად არაფერი არ უთქვია იმაზე თავის გამოსვლაში. ანუ თავისი პოზიცია არ გაუშუქებია სათანადოდ, არც არაფერი ახალი უთქვამს და თუ მან წაიკითხა ზელენსკის სიტყვა მხოლოდ და მხოლოდ ზელენსკის ტვიტი უბრალოდ და ახსენა როგორც ზელენსკის წერილი მის და მიწერილი. ეს თუ გააკეთა, ეს გააკეთა მხოლოდ იმიტომ, რომ ეჩვენებია იქ დამსწრე საზოგადოებისთვის, რომ ზელენსკიმ პრაქტიკულად ბოდიში მომიხადაო და ანუ ყველაფერი აღდგა და მე ვაკონტროლებ სიტუაციას. ანუ პრაქტიკულად უნდა ეჩვენებია აი ის ფონი, რომელიც შექმნა, მაგრამ ყველაფერი ჩემ ხელშია, ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ, ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ჩვენ და საბოლოო ჯამში უცებ ზელენსკის წერილიც, აი ხედავთ ზელენსკისთანაც რომ რაღაც პრობლემა იყო, ისიც კი მოვაგვარეთ და მორჩა. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ დავინახეთ, რომ მათ შეაჩერეს დახმარებაც, სამხედრო და შეაჩერეს ასევე სადაზვერო, ესე ვთქვათ. უბრალოდ თუ მას უნდა ამ წყენის ჩვენება და რაღაცნაირად თავისი ესე ვთქვათ დამკვიდრება თავის სახელის, შეეძლო გამოეცხადებიან, რომ სამხედრო დახმარებას ვაჩერებ და ისიც არა იმას, რაც ბაიდენის მიერ იყო განსაზღვრული და მაშინდელი კონგრესის მიერ დამტკიცებული, ხო? მაგრამ ეს არ იმყოფინეს და ისეთ ადგილას მიაყენეს დარტყმა უკრაინას, მისმა ესე ვთქვათ, ქვეშემდგომებმა და თავად ტრამპმაც ისეთ მომენტში და ისეთ ადგილას მიაყენეს, რომელიც ყველაზე უფრო მტკივნეულია და ყველაზე უფრო რთულია. ანუ ეს აბსოლუტურად არასერიოზულია და ამან კიდე უფრო ესე ვთქვათ, შეკრა, მე მგონი ევროპელი ლიდერები, მათ ისინი მიხვდნენ, რომ აქ ესე ვთქვათ, ამერიკის იმედი ამ შეძლებს მხოლოდ ევროპა შეძლებს უკრაინის დაცვას და აქვე სადაზვერო ინფორმაციის გაზიარების შეჩერებას რაც შეეხება. აი საფრანგეთი გამოთქვამს დატყობნას, რომ მიაწოდოს უკრაინას ეს ინფორმაცია, თუმცა მე მინდა კითხოთ, რამდენად ესე ვთქვათ, საკმარისი ალტერნატივაა ეს. ნუ გეტყვით, ახლა ნუ როგორც ამაზე ამის კონკრეტულად ექსპერტები საუბრობენ ამაზე, ახლა ეს ძალიან სპეციფიკური თემაა. შეერთებული შტატებს გააჩნია გარკვეული გუნდი, ყავს დიდი ბრიტანეთი მაგალითად შედის მასში, ავსტრალია, მე მგონი ახალი ზელანდიაც, რომლებსაც თუ არ ვცდები არიან კიდე 1-2 ქვეყანა, მაგრამ არა ვარ ამის ექსპერტი, მაგრამ ვიცი რომ საერთო იმაში მესმის რა ხდება. ყველა სადაზვერო ინფორმაცია ამ ქვეყნებისა გროვდება ერთ ცენტრში და უზიარებენ ერთმანეთს სრულად. შეერთებულმა შტატებმა იცის ყველაფერი, რაც აქვს დიდ ბრიტანეთს და დიდ ბრიტანეთმა იცის ყველაფერი, რაც აქვს შეერთებულ შტატებს, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა განუცხადა ამ ქვეყნებს, რომლებსაც უზიარებს თავის სადაზვერო ინფორმაციას, რომ არაფერი არ მიაწოდოთ უკრაინას. ანუ ესე იგი, დიდმა ბრიტანეთმა წესით არ უნდა მიაწოდოს არაფერი, რაც შეერთებული შტატების მოპოვებულია და არც ის, რაც თვითონ მოიპოვა. იმიტომ რომ ეს საერთო ინფორმაციად ითვლება. ეს არის ძალიან დიდი დარტყმა, რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროკავშირს გააჩნია თავის სატელიტური დაზვერვის დიდი ხანია, ათეულობით წელია უკვე განვითარებული სატელიტური დაზვერვის ცენტრი, რომელიც საკმაოდ ძლიერია და მასაც გააჩნია შესაძლებლობა, რომ სატელიტური ინფორმაცია და სადაზვერო მიაწოდოს, ოღონდ დაჭირდებათ უფრო აქტიური მუშაობა ამაზე და საფრანგეთს აქვს თავისი თანამგზავრები, კარგად ვიცით და სამხედრო თანამგზავრები მათ შორის რომელიც ახორციელებს დაკვირვებას. უბრალოდ მათ დაუждდებათ ეს გარკვეული თანხები და ამას ჭირდება გადართვა კიდე დრო დაჭირდება რა თქმა უნდა. გასაგებია. კარგი, კიდევ ერთ ინფორმაციაზე მინდა გითხოთ, პოლიტიკო წერს, რომ ტრამპის თანაშემწეებმა ფარული შეხვედრა უბრალოდ გამართეს ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან. აი რაშია საქმე თქვენი აზრით? ჩანს ის, რომ ტრამპი ძალაში ტოვებს და ძალიან აქტიურად ლობირებს უკრაინაში არჩევნების ჩატარების საკითხს, ვინაიდან და რადგანაც რაც შეიძლება მალე ესე ვთქვათ გაუშვას ვოლოდიმირ ზელენსკი. როგორ საგაზეთო სტატიაზე დაყრდნობა ცოტა რთულია, რაც ახლა ძალიან ისეთი გაზეთია, რა თქმა უნდა, მაღალ რეიტინგული ეს პოლიტიკო და გამოცემა და ამიტომ ესე ხელაღებით ვერ ვიტყვით რომ ეს ტყუილია რაღაცა, მაგრამ
რამდენად ახლა ზუსტია ეს ინფორმაცია და რამდენად თქვა შესაბამება, რამდენად ყოველ შემთხვევაში იულია ტიმოშენკო და პეტრო პოროშენკო გამოეხმაურნენ და თქვეს რომ ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არიან. ესეთი გამოხმაურება იყო აშკარად და მაგათი რეაქციიდან სწორედ ჩანს რომ მართლა იყო თურმე ესეთი საუბარი, მაგრამ შეიძლება ესეთი საუბარი ყოფილიყო უბრალოდ დაზვერვის მიზნით, ანუ რო გაიგოთ მათი დამოკიდებულება ამ საკითხებთან და ნუ დაგვავიწყდება რომ რახანაც ტრამპმა რომელიც შეერთებული შტატების ავტორიტარული პრეზიდენტია ახსენა უბრალოდ ეს რომ უკრაინაში უნდა ზელენსკი წავიდეს და ჩატარდეს ახალი არჩევნები თავისთავად მისი სამსახურება ავტომატურად დაიწყეს ამაზე მუშაობა მიიღეს ალბათ შესაბამისი დავალებები ალბათ იმ პირებისგან რომლებიც არიან უმაღლეს ესე ვთქვათ ეშელონში ტრამპის ხელისუფლებისა ხო ამიტომ არ არის გამორიცხული რა თქმა უნდა ამას ჰქონდა ადგილი ოღონდ აშკარად შეეშალათ ის რომ უკრაინელი ერი არის ძალიან შეკრული დღეს და რა თქმა უნდა იქ არიან ვთქვათ უკრაინელი ხალხის წრებიც არიან მათ შორის და პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილიც არის ჯერ კიდევ უკრაინაში მაგრამ მთლიანობაში პოლიტიკური პარტიების რომლების თავს თვლიან უკრაინელებად და არა ვთქვათ რუსეთის სატელიტებად ესეთი პოლიტიკური პარტიები დღეს ზურგში დანას არ ჩაარტყამენ ნამდვილად ზელენსკის, იმიტომ რომ დაიღუპავენ თავის პოლიტიკურ კარიერას ბოლოს და ბოლოს და აბსოლუტურად ეს ჩაითვლება აბსოლუტურად მათი მხრიდან უკრაინის ღალატად. ამიტომ შეუძლებელია მე საერთოდ ამაზე საუბარი რომ უკრაინაში უნდა ჩატარდეს არჩევნები და თურმე ზელენსკი უნდა შეცვალონ და ასე შემდეგ ან აბსოლუტური არაკომპეტენტურობაა ან თავხედობა მე მგონია იმიტომ რომ როგორ შეიძლება ომში მყოფი ქვეყანა რომელსაც კონსტიტუციით აქვს აკრძალული ომის დროს არჩევნების ჩატარება ტერიტორიაზე და თანაც ახლა თავად შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის დროს 10 წელი არ ჩატარებულა არჩევნები არანაირი ხო ამიტომ ესე ვთქვა და არც ერთ ქვეყანაში რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება რაღაც მაგალითები მოყავთ რომ მაგალითად არჩევნები ჩატარდაო როცა სამოქალაქო ომი იყო იმაში რა ქვია ამერიკაში რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა ეს იყო 1860-იანი წლები ეს იყო საუკუნე ნახევრის წინ წარმოიდგინეთ და ისიც ახლა მაშინ დემოკრატიის ხარისხი სხვა იყო ახლა სხვა არის ახლა არჩევნების მიმართ სხვა სტანდარტია ახლა არჩევნების ჩატარება სჭირდება საკმაოდ ჩვენ თავზე გამოვცადეთ რას ნიშნავს სტანდარტის დაუცველად ჩატარებული არჩევნები ხო ამიტომ როგორ შეიძლება რომ უკრაინაში რომც მოიგოს თქვა ზელენსკიმ ისევ არჩევნები ვინ აღიარებს მე რომ ეს არჩევნები მოიგო სამართლიანად ან წააგოს ზელენსკიმ არჩევნები ვინ აღიარებს რომ სამართლიანად წააგოს ზელენსკიმ ეს აბსოლუტური აბსურდია ჩემს აზრით. გასაგებია. ბატონო ხა ბოლოს კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ აი დონალდ ტრამპის წინამორბედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაახლოებით ერთი თვის წინ გამოსამშვიდობებელი ვიდეო მიმართვისას განაცხადა რომ ამერიკაში ოლიგარქია ფორმირდება. ეხლა თვითონ ამერიკელი ანალიტიკოსების ლექსიკონში გვხვდება შეფასებები რომ ქვეყანას საქმე აქვს ტექნოოლიგარქიასთან. ეხლა რას ნიშნავს ოლიგარქია ეს ვიცით, თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობს ტექნოოლიგარქია ეს მინდა რომ ახლა აუხსნათ ჩვენს მაყურებლებს რა ტიპის ადამიანების ხელში აღმოჩნდა ძალაუფლება ამერიკაში. კი ბატონო, ამ ესეთ ტერმინს კი იყენებენ ესე ვთქვათ და ტყუილად არა, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ტრამპის გარშემო შემოიკრიბა ან პირიქით ტრამპი შეიძლება მიეტმასნა სილიკონის ველის, ანუ ტექნოლოგიური ესე ვთქვათ შეერთებული შტატების ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული რაღაცა არეალის, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს, ანუ მის გარშემო იქ მოღვაწე მილიარდერებს, უბრალო მილიარდერებს არა, 100-ზე ნაკლები მილიარდი არც ერთს არა აქვს, ხო? დაახლოებით 18 მილიარდერია, რომლებსაც გადაწყვიტეს, რომ დაუჭირონ ტრამპს ხარი. ამ ყველანი ისინი არიან ჩართული ტექნოლოგიურ წარმოებაში, ტექნოლოგიური განვითარების ბიზნესში, ჰაი-ტექში ეგრეთ წოდებული, მაღალ ტექნოლოგიებში, მათ შორის თქვა შედის ხელოვნური ინტელექტი, შედის თქვა სატელიტური ისინი თქვა სხვადასხვა space ეგრეთ თქვა სარაკეტო ტექნოლოგიები, სამხედრო თუკნებად ტექნოლოგიები, მაგრამ თანამედროვე და
ყველა სახის ეს საშუალებები კვანტური და სხვადასხვა კვანტური კომპიუტერების წარმოება მაგალითად და ასე შემდეგ, პლაზმური ფიზიკის და რაღაც ამ დარგში თქვათ ექსპერიმენტული გამოკვლევები და ასე შემდეგ და აი ეს გუნდი, როგორც საუბრობენ ეს გუნდი მთლიანობაში მიდრეკილია იქითკენ რომ შექმნას რაღაც ხელისუფლების და ძალაუფლების ახალი მოდელი, რომელიც არ ითვალისწინებს ლიბერალური დემოკრატიის მმართველობას, არამედ მიდრეკილია იქითკენ რომ აი ამ ტექნოლოგიურმა ელიტამ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით სრულად გამოიყენოს ეს ყველაფერი და დაამყაროს უბრალოდ ოლიგარქიული მმართველობა. ოღონდ არა ისეთი კლასიკური, როდესაც თქვათ რაღაც არსებობენ ისეთი კლასი, თქვათ დაჩაგრული კლასი და ასე და არა, უბრალოდ არის მმართველი კლასი, რომელიც არის ტექნოოლიგარქები. ისინი ცვლიან მთავრობას, ისინი წყვეტენ ვინ მოვა პრეზიდენტად, ვინ მოვა სათავეში ხელისუფლების, ვინ იქნება მთავრობაში და ისინი წყვეტენ, რაც მოხდა ახლა ტრამპის დროს, რაც მართალია. ისინი წყვეტენ და დანარჩენი ხალხი უბრალოდ დასაქმებულია, კმაყოფილია და ისინი თვლიან რომ ეს მოდელი არის უფრო მისაღები ვიდრე ლიბერალური დემოკრატიის მოდელი მათი გაგებით, სადაც ყველა ადამიანს აქვს ჩართულობის უფლება მმართველობაში. ყველა ადამიანს აქვს თავისი ხმა, ისინი ირჩევენ თავიანთ დეპუტატებს, დეპუტატები წარმომადგენლობითი დემოკრატიის გზით ადამიანს აქვს შესაძლებლობა რომ თავისი აზრი მიიტანოს ხელისუფლებაში და რაღაც გავლენა იქონიოს სისტემაზე, მაგრამ მათი ესე ვთქვათ, აი ამ ახალი მიდგომით, რომელიც მათ გააჩნიათ, ყოველ შემთხვევაში ესე საუბრობენ, მე არ ვიცი ხა რამდენად ზუსტია ეს ვთქვათ ეს განსაზღვრება, მაგრამ ესე ჩანს ბევრ რაღაცაში და ხაზგაუსამეთ რაღაც მაგალითად ის თუ როგორ ტარდება ეხა რეფორმა იმაში, რა ქვია, შეერთებულ შტატებში სახელმწიფო სამსახურის რეფორმა, როგორი ვოლუნტარიზმია გამოყენებული და როგორი ესე ვთქვათ მიდგომით თავისუფლდება ყველა სახელმწიფო მოხელეები, მათ შორის უშიშროების უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები, ხელმძღვანელები და ასე შემდეგ, თუ გნებავთ საგარეო დახმარების სამსახური, როგორ ერთ დღეში დახურეს ყველაფერი და ასე შემდეგ, ეს ძალიან გავს იმ გეგმას, რომელიც აშკარად ჩანდა იმ 2025-ის პროექტში, რომელიც Heritage-ის ფონდმა გამოაქვეყნა 21 წელს ჯერ კიდევ. არა, 23 წელს ვთქვი. და აქედან გამომდინარე ეს ეჭვი საფუძვლიანია რომ ხდება თანმიმდევრულად შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილება აქეთკენ. თუმცა ეს არ არის ალბათ რაღაც იმის საფუძველი რომ ჩვენ ვიფიქროთ რომ მხოლოდ ასეთია მომავალი შეერთებული შტატების, არა, იმიტომ რომ დემოკრატიული ფრთა არის საკმაოდ ძლიერი და რესპუბლიკურ ფრთაშიც არ არის გამორიცხული რომ ამას შეეწინააღმდეგონ თქვათ ესეთ ტენდენციებს. კი ბატონო, ბოლო კითხვას დაგისვავთ, უკვე ოვალურ კაბინეტში მომხდარი სკანდალით მინდა დავასრულოთ, რომელიც ერთი კვირის წინ ნახეთ ტრამპმა ზელენსკისთან ჯერ მედიის თანდასწრებით იკამათა, შემდეგ კი უკვე უკრაინის პრეზიდენტს თეთრი სახლი დაატოვებინა. ხო, რაც დიპლომატიის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სკანდალად ფასდება. რატომ წავიდა ტრამპი ამ სკანდალზე და ამით დავასრულოთ. ეს იმხელა ამოცანა, ეხლა სხვადასხვა ვერსიებია ამასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი, არა მარტო ექსპერტი, პოლიტიკოსებიც კი საუბრობენ იმაზე, რომ აქ იყო მოუწყვეს ზელენსკის პრაქტიკულად ხაფანგი და წინასწარ იყო განსაზღვრული ის, რომ ზელენსკი უბრალოდ მიუღებელია ტრამპისთვის, მაგალითად ძალიან ბევრი ფარედ ზაქარია იგივე მაგალითად ან ბევრი ვთქვათ ისეთი ცნობილი ძალიან ანალიტიკოსი, რომელიც ხელწამოსაკრავი ანალიტიკოსები არ არიან, რა თქმა უნდა, ამერიკელი, ამბობენ, რომ ტრამპისთვის უბრალოდ მიუღებელია ფსიქოლოგიური შეუთავსებლობაც არსებობს, მას შემდეგ ჰანტერ ბაიდენის საქმესთან დაკავშირებით ზელენსკი მუთხრა უარი მას თანამშრომლობაზე და შემდგომში ამის გამო იმპიჩმენტიც კი მოუწყვეს ტრამპს, იმპიჩმენტის ეს თქვა წარადგინეს მის ეს გადაყენებაზე. აი ამის გამო ის უბრალოდ რაღაც ვერიტანს ფსიქოლოგიურად ვერიტანს ზელენსკის და აქვს მის მიმართ ესე დამოკიდებულება. საუბრობენ იმაზეც, რომ ტრამპს უნდა ნებისმიერი გზით გაამართლოს თავისი საარჩევნო დაპირება და მისთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა უკრაინის დამარცხებას, გამარჯვებას ან
როგორ გამოვა ამ ომიდან, ან ვინ არის დამნაშავე ამ ომში, ვინ არ არის დამნაშავე, მისთვის თავარია, რომ ის გამოჩნდეს რაღაც ძალისმიერი პოზიციიდან, რომ მან დაამყარა აი მშვიდობა ძალით უკრაინაში. რუსეთი რახანაც ესეთი ადვილი მოსათოკი არ აღმოჩნდა, ხო, მოშინჯეს ჯერ, თქვა ტრამპმა და მისმა გუნდმა, მოშინჯეს საუბარი პუტინთან და ლავროვთან და ასე შემდეგ, ხო? აღმოჩნდა, რომ მათთან პრაქტიკულად შეუძლებელია რაღაც დათმობაზე წამოიყვანო რუსები და გადაწყვიტეს უკრაინა როგორც სუსტი რგოლი დაეჩაგრათ ის ამაში. თავარია რომ ის დათანხმებული იყო და როდესაც მაგალითად მე ვხმარო სიტყვა კაპიტულაცია ზოგიერთი ქართველი ექსპერტიც მაგალითად რაღაცა ღიზიანდება ამის გამო, მაგრამ გუშინ მაკრონმა იხმარა ეს სიტყვა, ხო, რომ კაპიტულაცია უკრაინის ჩვენთვის დაუშვებელიაო. ზუსტად ესე აიძულებდნენ იგივე იმ ოვალურ კაბინეტში, რომ დათანხმებული იყო ზელენსკი კაპიტულაციაზე. მას ეთქვა, რომ კი ბატონო, მე ნებისმიერი პირობებით ყოველგვარი უსაფრთხოების ზელენსკი მისი წინააღმდეგობა იყო გამართლებული? ზელენსკი მოიქცა აბსოლუტურად სწორად. ზელენსკი თუ არ არის მაგალითად გამოცდილი დიპლომატი და მისი სიტყვები არ იყო ყოველთვის დიპლომატიური და პლუს კიდე აქ არის ენის ბარიერი, ის არ ფლობს ინგლისურს კარგად. ანუ რა თქმა უნდა ის იყო ძალიან რთულ სიტუაციაში ვითარებაში, ის იყო მარტო არც ერთი მრჩეველი გვერდზე არ ეშდა, როცა ტრამპის ირგვლივ ვიჯდა უამრავი მრჩეველი და ისინი ეხმარებოდნენ მას ხანდახან ახლა ვენსიც რო ჩაერია და დაეხმარა ტრამპს. ანუ ესე იგი ზეწოლა მოხდა მასზე დაღლილი იყო ადამიანი კიდე ამასთან, გაწამებული ომით ადამიანი და მას დააცხრენ თავზე. ეს იყო აბსოლუტურად არაეთიკური და ამაზე მარტო მე არ ვლაპარაკობ, ხო? ევროპელი ლიდერებმა ილაპარაკეს ძალიან ბევრმა ეს, რომ მიუღებელი იყო ესეთი. შეხედეთ თავისი ქცევითაც აჩვენეს, როგორ ჩავიდა, როგორ თბილად დახვდნენ ზელენსკის. ამიტომ აქ არაფერი გასაკვირი არ არის და რატო გააკეთა ეს? აი მათ იფიქრეს, რომ გატეხავენ ზელენსკის ესნაირად, როგორც მინიმუმ დაუკარგავენ მას რეიტინგს, აჩვენებენ მთელ სოფლიოს და მათ შორის უკრაინელებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს ზელენსკის, თუ თქვენ ზელენსკი არ გადაირჩიეთ, არ მოითხოვეთ მისი გადარჩევა, ესე ვთქვათ, ჩვენ უკრაინის დახმარებას აღარ გავაგრძელებთ და რომ აი ვთქვათ უკრაინულ ხალხო თვითონ ეს მოითხოვს და როგორც ჩანს აქვე ჯდება ეს პოროშენკოსთან და წიმოშენკოსთან ეს შეხვედრა ძალიან კარგად იკვრება აქ ყველაფერი, რომ ესე ვთქვათ აქ უნდა ამუშავდეს მათი აზრით, უნდა ამუშავებულიყო ოპოზიცია, მაგრამ აღმოჩნდა რომ უკრაინელი ხალხი ესე მარტივად არ არის ესე ვთქვათ გასატეხი. მადლობა. აქვე მინდა ხაზი გაუსვა ჩემ უდიდეს პატივისცემას შეერთებული შტატების მიმართ, როგორც ქვეყნის მიმართ. მე მაქვს ჩემი ძალიან ძლიერი ესე ვთქვათ პატივისცემა ნდობა და მჯერა რომ შეერთებული შტატები ამ რაღაც გადახვევიდან რომელიც ახლა მოვიდა ამაზე არ უნდა საუბრობდეთ ჩვენ საერთოდ ახლა მე მგონია მაგრამ აშკარად მოხდა მისი დევიაცია ნორმალური განვითარების გზიდან და ის აუცილებლად დაუბრუნდება იგივე შეერთებულ შტატებს როგორც ის იყო მსოფლიოში დემოკრატიის მხარდამჭერი ფორპოსტი. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი და გემშვიდობებით კახა გოგოლაშვილი პასუხობდა ჩვენს სტუმრებს, ჩვენს კითხვებს თავისუფალი სტუდია ამით ასრულებს მუშაობას ერთმანეთს უკვე ხვალ დილით 11-ზე დღის ნიუსრუმში შევხვდებით. ნახვამდის.